ლევის ტომი. ამ თემაზე მუშაობისას გამოყენებული იქნა მაკინტოშის ნაშრომი ლევის ტომი და ერიკ ნიუსტრემის კომენტარები ბიბლიური ენციკლოპედიიდან. ქრისტიანი ადამიანისთვის მცირედ თუ მოიძებნება იმაზე უფრო მეტი სასარგებლო საქმიანობა სულიერად გაზრდისთვის, ვიდრე დაფიქრება ღმერთის სიტყვაზე და მისი ხასიათის შემეცნებაზე, იმაზე თუ როგორ გვეხსნება იგი ჩვენ ძველი აღთქმის გმირების ცხოვრების ისტორიებში. და მართლაც ამის მოლოდინში თავად ბიბლიის ბუნებიდან გამომდინარე შემსწავლელი საგნის მოცულობის მიუხედავად ვეწაფებით იმ პრინციპებს, რომლებიც უშუალოდ ახლოსაა ყველაფერ იმასთან, რაც ჩვენი შემეცნებისთვის აუცილებელია, რათა დავფუძნდეთ ამაში. ასე დამდაგვარად განვიხილავთ რა ღმერთის ქმედებას შეზღუდულ მასშტაბებში, როგორც პატრიარქებთან მიმართების მაგალითზე, ან თუ გავაფართოვებთ მსჯელობის სფეროს მთელ ისრაელ ერთან მიმართების საზღვრებში, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოწოდებულნი ვართ შევიმეცნოთ ერთი და იგივე გაკვეთილი კერძოდ გაკვეთილი ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობისა. ზუსტად ეს წარმოადგენს ძველი აღთქმის უნიკალურ ღირებულებას ქრისტიანებისთვის, რამე თუ მთელი მისი სწავლება ატარებს ზემოთ ხსენებულ ხასიათს და გარდა ამისა, ამ პოზიციიდან შეიძლება ითქვას, რომ იგი ქმედითად გვიცავს ჩვენში ფუჭი წარმოდგენების მუშაობისაგან. რადგან თუ ვიხილავთ ამა თუ იმ ადამიანის ან ერის ისტორიას, სულაც არაა აუცილებელი ერთგვაროვნად გადაწყვეტილ იქნას ჩვენს მიერ ის, თუ რას გამოხატავს ეს კონკრეტულად. ჩვენთვის საკმარისია, რომ დავინახოთ ჩვენ წინ მეტნაკლებად გახსნილი ხასიათის შესწავლა ღმერთისა და ადამიანის მოქმედებებში. და ესეც კი, თუ უფრო ღრმად შევტოპავთ წმიდა წერილის სიღრმეების შესწავლაში, უსათუოდ ჩვენი სულის გასამაგრებლად გამოგვადგება. ძველი აღთქმის ისტორიებიდან არც ისე ბევრია ზემოთ ხსენებული ხასიათის გამოხატველი და ვფიქრობ, ცოტა მოიძებნება მსგავსად ლევის ისტორიისა, რომელიც ასე ღრმად დაწვრილებით და მრავალფეროვნად განიხილავს ამას. თუ არსებობს თხრობა იმ სულზე, რომელიც ზეციურმა ძალმა და მარადიულმა ღვთისწყალობამ გამოსტაცა დაღუპვის უფსკრულს, სადაც იგი ჩაძირული იყო თავის უსაზღვრო უზნეობასა და სისასტიკეში, სანამ არ მოეძებნა მას ადგილი უზენაესის წმიდათა წმიდაში და საუკუნოდ დააფუძნა სიცოცხლისა და სიმშვიდის აღთქმაში. და თუ ვთქვათ, ეს თხრობა ჩვენთვის უნდა შესრულებულიყო ლამაზ და მიმზიდველ ფორმაში, ესეთი გახლავთ ლევის ისტორია. ჩვენს მხრივ მხოლოდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთი უხვად მოჭარბებული და მრავალფეროვანი სწავლებებით გამსჭვალული ლევის ისტორია ასე ნაკლებად იქცევდა იმ ბრწყინვალეთა გონების ყურადღებას, რომელთა ნაშრომები წარმოადგენენ სწავლებისა და ტკბობის წყაროს იმათთვის, ვინც ასე მილტვის განსწავლულად დააფასოს ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებანი. და რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით ლევის ისტორიას, აღფრთოვანებულები ვართ იმით, რაც ჩვენს წინ იშლება და ჩვენს სულიწმიდ შთაგონებით ვაპირებთ გავხსნათ და წინ დაგილაგოთ წმინდა წერილის ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც ლევის ისტორიაში წარმოგვიდგება, ყველა იმ ნაწყვეტში, რომლებიც ნათლად და შთამბეჭდავად გადმოგვცემს ამას და შეუძლებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაცნობილნი არიან ბიბლიის ჭეშმარიტებებს, არ განიმსჭვალონ ამით. დავიწყოთ ლევის დაბადებით, რომელზეც დაბადების წიგნის 29 თავის 35 მუხლი მოგვითხრობს. და დაორსულდა კვლავ ლია და შობაძე და თქვა, ამიერიდან შემომეხვევა ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას 3 ძე და უწოდა მას სახელად ლევი. მას შესადამე აქ ჩვენ წარმოგვიდგება დაბადება და სახელი ამ შესანიშნავი პერსონაჟისა, სახელი, რომელსაც აქვს სასწაულებრივი მნიშვნელობა მის მომდევნო ისტორიასთან კავშირში. ვლინდება რა ეს ველური ბუნების ახირებაში, რომელშიც ჩვენ მას ვპოვლობთ მიბმულს თავის ძმასთან სიმონთან სისხლიანი შურისძიების აქტის შესრულებისას, დაბადების 34 თავი. ან ვლინდება მასში, როდესაც იგი მოწოდებულ იქნა შეესვა ღმერთის მადლის ღრმა და გულუხვი თასი, მიეწება რა აარონს კარვის მსახურებაში, რიცხვთა თავი მერვე. წავიკითხოთ დაბადების წიგნის 34 თავის 25 და 26 მუხლები. და მესამე დღეს, როცა სტკიოდათ ჭრილობა იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა აიღეს ხელში მახვილი, მამაცად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს მთელი მამროვანი. ხამური და მისი ძე შექემიც მოკლეს მახვილით და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან. სულიწმიდა იაკობის ბაგეებით შესანიშნავი კომენტარით მეტყოლებს ამ ფაქტთან დაკავშირებით,
ჩვენც განვიხილოთ ეს კომენტარი დაბადების 59 თავის მუხლები მე-5-დან მე-7-ს ჩათვლით. სიმონი და ლევი ძმები არიან ძალადობის იარაღია მათი მახვილი, მათ თათბირზე ნუ მივა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუ მზიარებულ აღირსება ჩემი, რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ჟინით გამოძარღვეს ხარი. წყეული მციყოს მათი რისხვა, რადგან ძლიერია მათი წყრომა, რადგან სასტიკია, დავანაწილებთ მათ იაკობში და გავაბნევ ისრაელში. აქ ნათლად ჩანს ჭეშმარიტად გამანადგურებელი ხედვა ადამიანურ ბუნებაზე, ღმერთის სიწმინდის ფონზე, თითქოს უფალი გვეუბნებოდეს, შეხედე ადამიანო, შემოსილო ყველაზე პირქუშ სამოსელში და მის ყველაზე შემზარავ სახეთ წარმოჩენილო. დაკვირვებით შეისწავლე, რათა დაინახო თუ რა არის ადამიანი ყველანაირ საკუთარ ტანსაცმელს მოკლებული, რომელშიც იგი შემოსა მისმა უმეცრება ან პატივმოყვარე თვითგამართლება. შენ შეგეძლო შეგემეცნა ჩემი წყალობის უსაზღვრობა, რომელსაც ძალუც ისეთი ადამიანის წამოყენება ურთიერთობის იმ უმაღლეს მწვერვალებამდე, რომლებიც მიუწვდომელია ადამიანური წარმოდგენებისათვის, მაგრამ რომლებსაც ჩემი მადლი იესო ქრისტეს მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლის წყალობით მისაწვდომს ხდის ყველაზე დაცემულისთვის ცოდვილთა შორის. ნებისმიერი ცოდვილი ადამიანისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია მოწოდებული იყოს საკუთარ თავს შეხედოს არა მხოლოდ ღმერთის სიწმინდის, არამედ ღმერთის წყალობის ფონზე. როცა ეს შემეცნებულია, მისთვის უკვე არ წარმოადგენს საშიშროებას ის, რომ შეაღწიოს საკუთარი გახრწნილი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულებშიც კი, რამე თუ ღმერთი თავისი წყალობით ავსებს იმ სიცარიელეს, განდევნის რა ცოდვას და შემდეგ უკვე საკითხი დგას არა იმაზე თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ცოდვის შესახებ, არამედ იმაზე თუ როგორ ექცევა მას ღმერთი თავისი მადლით. ის კიდევ თავის მხრივ უბრალოდ და სამუდამოდ იცილებს მას, დიახ, იგი სამარადისოდ ჩაფლავს მას თავდავიწყების უფსკრულში, მოათავსებს რა ჩვენს ცოდვას თავისი მადლის გვერდ. რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვაუწყოთ სახარება, ევანგელია და რომელიც ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მივაღწიოთ სათანადო საკითხის გადაწყვეტას ცოდვის თაობაზე. მეორე მხრივ, იქ სადაც ეს გადარჩენის პრინციპი არ მიიღება და არ სჯერათ ამის, იქ ცოდვილი ადამიანი უეჭველად შეეცდება შეძლების დაგვარად შეიმსუბუქოს თავისი ცოდვის ტვირთი. ეს საბოლოოდ მიიყვანს ყველაზე გამოუთქმელ და აუტანელ მონობასთან ან უფრო უარესთან, შესაძლებელია შემზარავ რელიგიურ სიამაყესთან, რაც თავის მხრივ ყველაზე საზიზღარ რამეს წარმოადგენს ღმერთის თვალში. ამ პრინციპის ცოდნა სულიერად ნიშნავს მარადილ სიცოცხლეს. ეს საკითხი გაცნობიერებულ უნდა იქნა საკუთარ სინდისა და ღმერთს შორის, რამე თუ ქრისტემ ერთხელ იტვირთა საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები და საკუთარი სხეულით ჯვარზე გაკრულმა გამოისყიდა ისინი. ასე რომ ეხლა ლევისაც კი შეუძლია თავაწეულმა იაროს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებით ახლოსაა ძალადობის იარაღთან, იმასთან, რაც ღმერთს აკავებს მათი თათბირისაგან და მაინც ღმერთს თავისი მადლით შეუძლია ბუნებით სასტიკი და ჟინიანი მიიყვანოს კარვის მსახურებასთან, სიცოცხლისა და სიმშვიდის ტკბობასთან, დააკავშიროს იგი მღვდელთ მთავრის ოჯახს და ამ კავშირის ძალით მისცეს მას, შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცს. მეორე რჯული 33 თავის მერვე მუხლი, მალაქია მეორე თავის მუხლი მე-4 და მე-5. თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ ამ ნაწყვეტების შესწავლას, არამედ თანმიმდევრულად განვიხილოთ ისინი და თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, თუ რას გვეუბნება პავლე მოციქული, როცა იგი საუბრობს ზოგადად ცოდვილ ადამიანზე, თუნდაც იყოს იგი იუდეველი ან წარმართი. რომაელთა მესამე თავი მუხლები მე-10-დან მე-18-ს ჩათვლით. არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება, არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა, ენებით ცრუობენ, მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად, ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. ეხლა განვიხილოთ შემდეგი ნაწყვეტი გამოსვლის წიგნიდან 32 თავი, მუხლები 25-დან 29-ს ჩათვლით. დაიხილა მოსემ ხალხი, რომ თავაშვებულია იგი, რადგან თავი აშვებინა მას აარონმა და მასხრათ ასაგდები გახდა მტერთა წინაშე. და დადგა მოსე ბანაკის ბჭესთან და თქვა, ვინც უფლისაა ჩემკენ, და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე და უთხრა მათ, ასე თქვა უფალმა ისრაელის ღმერთმა,
ყველამ თავისი მახვილი შეიბას გვერდზე, გაიარეთ და დაბრუნდით ბჭიდან ბჭემდე და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა და თითოეულმა თავისი მეგობარი და თითოეულმა თავისი ნათესავი და გააკეთეს ლევის ძედ მოსეს სიტყვებისამებრ და დაეცა ხალხიდან იმ დღეს 3000-მდე კაცი და უთხრა მათ მოსემ, ხელები აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ თქვენ დღეს კურთხევა. აქ ჩვენს წინაშე იშლება ახალი ეპიზოდი და ჩვენ მოწმეები ხვდებით იმ ახალი ფურცელისა ლევის ცხოვრებაში, რომელიც მოასწავებს დიდებულ მოვლენებს. მართალია, აქაც ვხედავთ მას მახვილ შემორტყმოს, მაგრამ რაოდენ განსხვავდება მისი ამჟამინდელი დანიშნულება და გამოყენება წინანდელისაგან. ამჯერად ეს არ გახლავთ რისხვის ჟინის დაკმაყოფილება და თვითნებური კაცთ კვლელობა, არამედ წმიდა შურისგება, ისრაელის ღმერთის ღირსებაზე ზრუნვა და მის ნებას დამორჩილებული მსახურება და მიუხედავად იმისა, რომ ამან გამოიწვია ძმათა, ვაჟიშვილთა და მეგობართა სისხლის დაღვრა, ლევის ეს არ აყოვნებს, რამე თუ სიტყვა იყო, ხელები აივსეთ დღეს უფლისათვის და მოგენიჭებათ თქვენ დღეს კურთხევა. ლევისთვის ეს სიტყვა საკმარისი იყო, თუმცა ბუნებით იგი ბიწიერი იყო, სახელგატეხილი და აბსოლუტურად გამოუსადეგარი ღმერთის მსახურებისთვის, მაგრამ ამჯერად იგი აღემატებოდა სხვებს ღმერთის წმიდა სახელის მოწმობის დამტკიცებაში და იმად გასანადგურებლად, ვინც ისწრაფოდა გაეცვალა თავიანთი დიდება ბალახის მძოվել ხარის გამოსახულებაში. ეხლა ვერ ვხედავთ თავის ძმას სიმონთან მიწეპებულ ლევის. დიახ, ოდესღაც იგი მას შეეკრა სისხლის დასაღვრელად, მაგრამ ეხლა მოდის ახალი ტალღამის ცხოვრებაში და მას ჩვენ ვხედავთ მიწეპებულს უფალთან, მის მსახურ მოსესთან შეკრულს სამართლიანი განაჩენის აღსასრულებლად კერპთაყვანის მცემლობის დასასჯელად. და გავყვებით რა ლევის ვხედავთ განსხვავებას. ადრე სწრაფნის სისხლის დასაღვრელად ამჯერად ისწრაფიან მიჰყვნენ ღრუბლის სვეტს და შეასრულონ კარვის მსახურება. ისრაელმა დაივიწყა ღმერთი, თავიანთი მხსნელი, რომელმაც თავისი ძლიერი მკლავით ისინი ეგვიპტური მონობიდან გამოიყვანა. დაივიწყეს თავიანთი იმჟამინდელი მდგომარეობა უდაბნოში. ამიტომ, როგორც ველოდით, დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ. გამოსვლა მეორე თავის მეექვსე მუხლი. დაგვიფაროს უფალმა მსგავსი გულმავიწყობისაგან, რამე თუ ეს ყოველივე აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ეს მაგალითია დასარწმუნებლად, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს. რუსულად უფრო კარგად ჟღერს не быть похотливыми на злое. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნაწყვეტზე, სადაც დავინახავთ უფლის ზრახვებს ზემოთ აღწერილ მსახურებასთან დაკავშირებით. მეორე რჯული 33 თავი, მუხლები მერვედან მე-11-ს ჩათვლით. და ლევიზე თქვა, შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცს, რომელიც მასაში გამოსცადე და ედავე მერიბას წყლებთან, რომელიც ამბობს თავის მამაზე და თავის დედაზე, მე ისინი არ მინახავს და არ იცნობდა თავის ძმებს და არ იცნობდა თავის ძედ, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და ინახავდნენ შენს აღთქმას და ასწავლონ შენი სამართალნი იაკობს და შენი რჯული ისრაელს, დადონ სარკმელი შენს წინაშე და სრულად დასაწველი შენ სამსხვერპლოზე. აკურთხე უფალო მისი ძალა და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი, მოსყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეებს და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ. ამ ნაწყვეტში გამოიხატება ლევიანთა ჭეშმარიტი მსახურება შემდეგ სიტყვებში, რომელიც ამბობს თავის მამაზე და თავის დედაზე, მე ისინი არ მინახავს და ასე შემდეგ. ჭეშმარიტი და მოუდრეკელი ღვთის მსახური ყოველთვის უნდა განიცდიდეს მსგავს რამეს და ამის საზომი მკაცრ შესაბამისობაშია მოყვანილი არჩეული გზის ძალასა და ერთგულებასთან. რამე თუ პირველ კორინთელთა წერილში ვკითხულობთ, ხორცსა და სისხლს არ ძალუცთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება. ამიტომ ამ ცათა სასუფევლის ყოველი მემკვიდრე უნდა უარყოფდეს ხორცის და სისხლის მოთხოვნილებებს თავის თავში და სხვაშიც. კარგად ეთანხმება ამას მიმართვა 44 ფსალმუნიდან. მისმინე ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური და დაივეწყე ხალხი შენი და სახლი მამა შენისა და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის უფალი და თაყვანი ეცი მას. ჩვენ ყველანი უნდა ვფხიზლობდეთ, რომ ქრისტეს დამოწმებაში არ მოვექცეთ ხორცისა და სისხლის გავლენის ქვეშ. ამის თაობაზე თავად უფალმა ბრძანა. არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება. ლუკას სახარება მე-9 თავი 62 მუხლი.
და ვიღაცამ ზუსტად აღნიშნა ის, რომ უშუალოდ ამ საკითხში ელის ეწინასწარმეტყველის ხასიათს მცირე ნაკლი ჰქონდა, რადგან როცა ელიამ გადაუგდო მას თავისი მოსასხამი, ანუ სხვა სიტყვებით, როცა მან მას პატივი მიაგო და გახადა იგი უფალი ღმერთის წინასწარმეტყველად, ელისეს გული დანაღვლიანდა სახლზე და უთხრა ელიას: „გამიშვი ამბორო ჩემს დედმამას და მერე წამოყვები“. ეს ბუნებრივიცაა, თბილი ადამიანური გრძნობების გამოვლენა, მაგრამ რა ხშირად უშლის ხელს ადამიანს ეს მეგობრული და თბილი გრძნობები შევიდეს ღმერთთან ურთიერთობაში და მის მსახურებაში. მართალია, ეს უსიყვარულობა წინ წლებში გახლავთ ბოლო დროის განდგომილობის ნიშანი, მაინც მოსე ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში სთხოვს უფალს ლევის კურთხევას, რადგან ლევიმ თქვა, თავის მამაზე და თავის დედაზე არ მინახავს ისინი, არ იცნობს თავის ძმებს და არ ცნობს თავის ძედ. რა აშკარა არა თანმიმდევრულობა შეიძლება ყოფილიყო ის, ლევის რომ ეთქვა, „გამიშვივე ამბორო ჩემს დედმამას“, მაშინ როცა იგი მოწოდებული იყო ღმერთის საქმეებისთვის. არანაკლებ ხარისხში ეს ჩვენც გვეხება. თუ ჩვენ მივცემთ უფლებას ხორცს და სისხლს, ხელი შეგვიშალოს ჩვენს გულწრფელ ლევიანურ მსახურებაში ღმერთის წინაშე, იმ ღმერთისა, რომელმაც ასე ბევრი გააკეთა ჩვენთვის. მოდით ყურადღებით განვიხილოთ ლევის ამ გადაწყვეტილების დალოცვილი შედეგები. ეს შედეგები მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ ეს ერთი ლევიანები ასწავლიან შენ სამართალს იაკობს და შენს რჯულს იაკობს. მეორე რჯული 33 თავის, მუხლები 10 და 11. მეორეც დადონ საქმე ველი შენს წინაშე და სრულად დასაწველი შენ სამსხვერპლოზე. მესამე ის, რომ ღმერთმა აკურთხა მისი ძალა. მეოთხე, მოიწონა მისი ხელის ნამოქმედარი და მეხუთე, მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეებს და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ. მეორე რჯული, თავი 33, მუხლები მე-10 და მე-12. ყველა ეს შედეგები განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს მეტად მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. რამე თუ წარმოსდგებიან ერთი და იმავე წყაროდან, კერძოდ კი გულმოდგინე და უკომპრომისო მორჩილება უფალში. ჭეშმარიტი ღმერთის მსახურები სულიწმიდის დახმარებით ყოველთვის იზიდავენ ადამიანთა გულებს და გონებას. ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით იმ წყაროს, რომელსაც ეწაფება ადამიანი, ლაპარაკობს რა სულიწმიდის მიერ მოწოდებული აზრებით და იმ უნარების გამოყენებით, რომლებსაც ღმერთი იძლება. ჩვენ ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ სუფთა ადამიანური ძალებისაგან და ჩავწვდეთ ღმერთის ჭეშმარიტებებს. გულმოდგინეთ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს თავში იმ ძალებს, რომლებიც როგორც ლევის შემთხვევაში უარს ამბობენ ხორცისა და სისხლის გავლენაზე და გესს იღებენ გულმხურვალედ უფალის მსახურებაში. ყოფნა მორჩილებასა და მსახურებაში ზრდის ღმერთისგან მადლისა და ძალის მოცემას. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე. ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები. იოანე 14:21 და კვლავ, ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. იოანე 14:23. ეხლა განვიხილოთ ის ნაწყვეტი, სადაც ჩვენს წინაშე ცოცხლად იხსნება შესანიშნავი საიდუმლოება იმისა, თუ როგორ ესეთი შესაზიზღი ცოდვილი, როგორიც ლევი იყო, შეეძლო დაეკავებინა ესეთი ამაღლებული ადგილი ღმერთთან სიახლოვისა. ცოდვილ ადამიანში ბუნებით არაფერია ისეთი, რასთანაც ღმერთს შეუძლია კავშირის დამყარება. ამიტომ, თუ კი მას ვინმე მოჰყავს სიმშვიდესა და მაღალი ურთიერთობის მდგომარეობაში, ამას იგი აკეთებს სუფთად მადლის წყალობით. რამე თუ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე. 1 კორინთელთა 1:29. იმას, ვისაც ეყოფა გამბედაობა თქვას, რომ ცოდვილს შეუძლია ღმერთთან სიახლოვის მდგომარეობის დაკავება, არ ესმის ამ საკითხის არსის მნიშვნელობა. ვერასოდეს ვერ იქნება სიამაყე ის, რასაც მიყავს ადამიანი იქ, სადაც იგი მთლიანად განადგურებული იქნება და სადაც იგი დაინახავს მთელ თავის გახრწნილებასა და უბადრუკობას. ხორცი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რაც შეიძლება გამოსწორებულ იქნას და ამიტომ ღმერთი ჯვარის მეშვეობით აუწყებს ადამიანს იმას, რომ ხორცი დადებულია, მაგრამ იგივე ჯვარის მეშვეობით უბედურ ცოდვილს ჩუქნის სიცოცხლეს და იმ სიცოცხლის ძალით და არა ხორცში არსებული სიცოცხლის ძალით მას მიჰყავს ცოდვილი თავის გარემოცვაში და სვამს მას თავის სუფრაზე. ასე რომ არა კადნიერება აძლევს უბედურ ცოდვილს გზააბნეულ შვილს იმ ადგილს და საკავებლად, არამედ მადლი, უსაზღვრო წყალობა და მამის სიყვარული. ასე ღმერთი ეუბნება ნოეს,
ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე და შემდეგ გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან და ამ კიდობანის საშუალებით გადარჩა ნოე სამყაროს დასჯის დროს თავად ღმერთთან უშფოთველ განმარტოების მდგომარეობაში. აქ ჩვენ ვხედავთ იგივე პრინციპებს, რომლებიც ვლინდება ღმერთის მოქმედებებში ლევის მიმართ. განვიხილოთ ჯერ ლევიანთა განწმენდა, შემდგომ მათი მდგომარეობა და მსახურება. მათი განწმენდა აღწერილია რიცხვთა მერვე თავში, მუხლები მეხუთედან მე-14-ს ჩათვლით. და უთხრა უფალმა მოსეს, აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და განწმინდა ისინი და ასე მოექეცი მათ, რათა განწმინდო ისინი, აპყურე მათ განწმენდი და გაიპარსონ სამართლებლით მთელი ტანი და გაირეცხონ სამოსელი და განიწმინდებიან და აიყვანონ ნორჩი მოზვერი და მასთან ერთად პურეულის ზღვენი, ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილი და მეორე ნორჩი მოზვერი აიყვანონ ცოდვისათვის და მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინაშე და შეკრიბე მთელი თემი ისრაელის ძეთ და მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ისრაელის ძეთ ხელები ლევიანებს და წარადგენს აარონი ლევიანებს უფლის წინაშე როგორც შესარხევ შესაწირავს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ უფლის მსახურება. და ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულად დასაწყელად უფლისათვის ლევიანთა შესანდობად და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე და წარადგინე შესარხევი შესაწირავი უფლისათვის და გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეთაგან და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. ეს ნაწყვეტი წარმოადგენს მეტად კურთხეულ და დალოცვილ მხარეს ჩვენს საინტერესო მსჯელობაში. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ლევის ხასიათი ბუნებით ისეთი იყო, რომ ღმერთი მასთან არასოდეს არ შევიდოდა ურთიერთობაში და ლევიზე რომ ყოფილიყო ეს დამოკიდებული, იგი სამუდამოდ დარჩებოდა თავის საცხოვრებელში ძალადობის იარაღთან ერთად, რომელიც მასში იყო. მაგრამ ღმერთმა არ ისურვა მისი იქ დატოვება და ამიტომ მას თავად უნდა წარედგინა ლევისთვის გამოსწორების საშუალება, მას თავად უნდა გაეწმინდა ეს თვითნება, სასტიკი და მძვინვარე ადამიანი. ლევის ცოდვა ისეთი იყო, რომ გამორიცხავდა ყველანაირ აზრს ადამიანური საშუალებებით გამოსწორების მცდელობისა. კანონი ასამართლებდა ლევის ბუნებას, მის საქმეებს. კანონი აცხადებდა არახკლა და დაამატა, წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს. გალატელთა 3:10. მაგრამ ლევის ბუნებაში ჩადებული იყო მიდრეკილება მკვლელობისაკენ, ამიტომაც ლევის ბუნება დაწყევლილი იყო. შეეძლო კი ლევის მუხლებზე დავარდნილს ღმერთის წყალობის წინაშე ჰქონოდა იმედი იმისა, რომ ღმერთი მსუბუქად მოექცევა მის ცოდვებს. არა, არავითარ შემთხვევაში ღმერთმა გასცა თავისი მკაცრი და უცვლელი ბრძანება. მათ თათფირზე ნუ მივა სული ჩემი. ღმერთს არ შეეძლო შესვლა იმ ადგილას, სადაც ბუდობდა ძალადობის იარაღი. ასე და ამდაგვარად ლევი იმყოფებოდა აბსოლუტურად გამოვალ მდგომარეობაში გადარჩენის არც ერთი საშუალების მქონე. კანონმა იგი მიალურსმნა ერთადერთ არსებულ საშუალებასთან, შეესატყვისე ჩემს მოთხოვნილებებს და ყველაფერი ის, რითიც ლევის შეეძლო ამ მოთხოვნილებებზე ეპასუხა, იყო რისხვა, მძვინვარება, მკვლელობა, თვითნებობა, სისასტიკე და სხვა. უბადრუკი გამართლება. ღმერთის კანონს არ შეეძლო შესულიყო ცოდვილთან რამენაირ შეთანხმებაში. კანონმა უნდა მიიღოს უკანასკნელი ლებტა, ან მის პასუხად იქნება დაწყევლილი ხარ. ამიტომ ლევი, როგორც ადამიანი ხორცში გამომწყდეული, ანუ სხვა სიტყვებით კანონის საშუალებით სიცოცხლის შეძენის მისწრაფებით, იყო მსჯავრდადებული და უარყოფილი და მას ისღა დარჩენოდა დაეკავებინა ადგილი მკვდართა შორის. რათა ღმერთს შეძლებოდა თავისი მადლის საშუალებით აღედგინა იგი ახალი ცხოვრებისათვის, რომელიც მან მას კურთხევლად მისცა თავისი საოცარი ჩანაფიქრის მიხედვით და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სახით. რიცხვთა მერვე თავში, მუხლებით 16-18 ვკითხულობთ. რადგან ჩემთვის არიან ისინი მოცემით მოცემული ისრაელის ძეთაგან, ყოველი საშოს გამღების, ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ავიყვანე ისინი ჩემთვის, რადგან ჩემია ისრაელის ძეთა ყოველი პირმშო ადამიანიდან პირუტყვამდე, იმ დღეს, როცა მოვსპე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი და ავიყვანე ლევიანები ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან. ღმერთმა გაიარა ეგვიპტის მიწაზე სამართლიანობის ხმლით მომარჯვებულმა, რათა გაენადგურებინა ყველა პირველშობილი.
ისრაელის პირმშოებსაც ეს ელოდებოდა, რომ არ ჩამოშვებულიყო ეს მახვილი უბიწო მსხვერპლის კისერზე და როგორც ვიღაცამ შესანიშნავად აღნიშნა, სიკვდილი ბუდობდა ყველა სახლში, არა მარტო ეგვიპტელების, არამედ ისრაელიანების სახლებშიც. პირველებში ეს იყო ეგვიპტელთა პირმშოების სიკვდილი, ხოლო უკანასკნელებში ღვთის ანგელოზის სიკვდილი. მაშა სადამე ლევიანები აყვანილ იყვნენ იმათ სანაცვლოდ, ვის თავზეც უნდა ჩამოშვებულიყო ღმერთის ანგელოზის დამსჯელი მახვილი. ანუ სხვა სიტყვებით, ლევიანები სიმბოლურად მკვდარ და აღმდგარ ხალხს გამოხატავდნენ და ამის შესაბამისად განიხილებოდნენ უკვე არა ადამიანური ბუნების ხედვიდან, არამედ განახლებული სიცოცხლის მადლის მეშვეობით, რომელშიც ისინი თავად ღმერთმა შეიყვანა. და ეს გახლავთ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყველა ცოდვილმა, თუ მას სურს ამ გამოცდილების წყალობით შეიმეცნოს რაიმე იქიდან, რაც შემდგომ ლევის დაემართა. არ არსებობს სხვა საშუალება, რომ თავი აარიდოთ ერთის მხრივ კანონით გასამართლებას და ფესვგადგმულ გარყვნილებას, ამის შემზარავ ნაყოფებს და მეორეს მხრივ შეხედოთ საკუთარ თავს, როგორც მკვდარს, ყველაფერი მიწიერისთვის და ცოცხლებად ქრისტე იესოში. ნუ თუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. რომაელთა მე-7 თავის მე-4 მუხლი. და კვლავ, ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენს რჯულისთვის დაიხოცენით ქრისტეს სახელით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. ხორციელი, ანუ ბუნებრივი გონება ვერ ემსახურება ღმერთს, რამე თუ იგი არ ექვემდებარება მის კანონებს. ამიტომ ჩვენ ვასკვნით, რომ ის სიცოცხლის წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვემსახუროთ ღმერთს, შესაძლოა შეძენილ იქნას არა ხორცში, არამედ მხოლოდ უფალ იესოში, მის აღდგომაში. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება როგორც ლერწი და დაჭკნება. იოანე 12:6. როცა ღმერთს მოჰყავს ლევი თავის სიახლოვეს და მსახურებაში, იგი ამით აჩვენებს, რომ ლევი გადის იმ გზას, რომელიც აშკარად გამოხატავს სიკვდილს და აღდგომას, რამე თუ იგი აღებულია იმათ მაგივრად, ვინც მკვდრების ტოლფასები იყვნენ, მაგრამ დააღწიეს თავის სიკვდილს კრავის სიკვდილის წყალობით და შემდგომ გაიარეს რა სიკვდილი როგორც ნათქვამია, შემოიძარცვეთ ძველი ადამიანი და შეიმოსეთ ახალით. კოლოსელთა მე-3 თავი. ეს მთლიან შეთანხმებულობაში მოდის იმასთან, რასაც მოციქული ეუბნება ტიტეს. ტიტე მე-3 თავი მუხლები მე-3-დან მე-6-ის ჩათვლით. ვინაიდან, ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზაბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთი მეორის მოძულენი, ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმინდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ. იმისათვის, რომ უფრო ფართო და ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ლევიანები იმყოფებოდნენ ღმერთის წინაშე, დავიმოწმოთ ის მსხვერპლშეწირვების სახეები, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიწვნასთან. ეს გახლავთ სრულად დასაწველი, ზვარაკის შესაწირავი და ცოდვის გამოსასყიდის შეწირვა. ყველაფერი ეს, როგორც ვიხილავთ, სხვადასხვა ასპექტში წარმოადგენს უფალ იესო ქრისტეს წინასახეს. პირველი, სრულად დასაწველი. ამ შესაწირავის აზრი და მნიშვნელობა იხსნება ლევიანების პირველი თავის მე-3 მუხლის წაკითხვისას. თუ მისი მსხვერპლის სრულად დასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწირო საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. სრულად დასაწველში ჩვენ ვხედავთ უფალს იესოს თელ მის სრულყოფილებაში, ღმერთი უნაკლო, რომელიც თავის თავს წირავს მსხვერპლად და მიღებულია ღმერთის მიერ ჩვენს შუამდგომლად. იმდენად უბიწო, რომ ვის თვალშიც თავად ზეცა ითვლებოდა უწმიდურად, შეეძლო ეთქვა, ჩემი სული მოიწონებს მას. ებრაელთა 10:18. ეს უნაკლო მსხვერპლი წარმოადგენს ღმერთს, რომელიც კარვის შესასვლელთან ნებაყოფლობით დგას და ამბობს: ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისგან მაქვს მიღებული. იოანე 10:18.
და მართლაც ამ ცოდვილ დედამიწაზე გავადევნებთ რა თვალს იესო ქრისტეს გზას, ჩვენ თავად საოცარი საშუალებით აღმოვაჩენთ მის ამ დამახასიათებელ თვისებებს ყოვლად დასაწველში. თავიდან ბოლომდე მისი გზა აღინიშნებოდა სიმტკიცით და ღვთიური შეურყეველი სიმშვიდით მამის ერთგულებისა. ძვინვარე ტალღები პირქუში ცდუნებებისა გზას იკვლევდნენ და ისეთი სიძლიერითა და გააფრთებით ურტყავდნენ, რომ ეს მოდრიკავდა ნებისმიერს იმაზე მცირეს ვიდრე ღმერთს. ცბიერს შეეძლო გაეცხარებინა ღვარძლი მის წინააღმდეგ, შეეძლო გაშმაგებით დაეტეხა მის თავს თავისი მტრობა, ის მტრობა, რომლის დამარცხება შესაძლებელი იყო მხოლოდ არსებულის ერთგულის სიყვარულით. გარდა ამისა, მის მოწაფეებს შეეძლოთ უარი ეთქვათ, რომ ებხიზლად მასთან ერთად, სიკვდილს შეეძლო აღჭურვილობით აღმართულიყო მის წინააღმდეგ მთელი თავისი იმ ქვეყნიური საშინელებებით, გადმოეფრქვია ჯოჯოხეთის სიმწრის თასით და ჩაესო მასში საშინელი ნესტარი მთელი თავისი სიმწარით და დაეჭრა იმ უდიდეს ბრძოლაში გამარჯვებისათვის, მაგრამ ეს ყოველივე ფუჭი გამოდგა. ამ უბიწო და ნებაყოფლობითი მსხვერპლის პასუხი ყოველივე ამაზე არის. ჩემი საჭმელია, ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. იოანე 4:14. იგი ხედავდა მხოლოდ ერთ მიზანს და ეს მისთვის შეთავაზებული სიხარულია. ებრაელთა 12:2. იგი ელოდებოდა იმ მომენტს, როცა შეეძლო ამოეხაპა მარადიული სიყვარულის საგანძურებიდან თავისი გამარჯვების უხვი და მეფური ნაყოფები, შეძენილი მეტად ძვირად და გადმოეფრქვია ისინი ღვთიური ბარაქათი თავისი სულის ჯაფის ეკლესიაზე, რომელიც მას უყვარს და რომელიც მან შეიძინა თავისი დაღვრილი სისხლის საფასურად. იგი გატაცებით ელოდებოდა მოღრუბლო დილას, როცა თავის მიერ გამოსყიდული ძმების გარემოცვაში მარადიული ჰანგებით წარმოთქვამდა ბრალდებას სატანის ბინძურცილის წამებაზე ღმერთის სიყვარულზე ცოდვილის მიმართ. ყველა ეს ცდუნება იდგა მის წინაშე, მაგრამ იგი წინ მიიწევდა თავისი სიძლიერის დიდებაში, იგი დაჟინებით აბრუნებდა პირს იერუსალიმისკენ. იესო ქრისტე აქეზებს ჩვენს გაციებულ გულებს ხოტბა შევასხათ სათაყვანებელ სახელს, დაეყოფილიყო ჩვენი დღეები უფრო და უფრო მეტად ჩვენი გულების მოწმეების სიყვარულისა შენს მიმართ, რამე თუ შენ ერთი ხარ ამის ღირსი. ყველაფერი ეს უსათუოდ კურთხეულია ჩვენთვის. და დაადოს თავისი ხელი სრულად დასაწველის თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად, ვკითხულობთ ლევიტელთა პირველი თავის 4 მუხლში. როგორი მადლია აქ გამოხატული. ლევიმ, სასტიკმა მკვლელმა მიიღო ღმერთის მადლი მთელ თავის სრულყოფილებაში და კურთხევა ამ მამრობითი სქესის უნაკლო მსხვერპლში. ამგვარად, ჯერ შეხედეთ ლევის ამ მსხვერპლის გარეშე და თქვენ იპოვით მას ისეც, რომ ღმერთს არ შეუძლია შესვლა მის თათფირზე. მაგრამ შეხედეთ მას ამ მსხვერპლის პრიზმაში და თქვენ იხილავთ მას მადლის წყალობით გაწმიდავებულად და სრულყოფილად. არაფერი არ აღემატება ამ შეუდარებელ მადლს, რომელსაც ძალუც ამოათრიოს ცოდვილი უზნეობის მორევიდან და აიტაცოს ისეთ სიმაღლეზე, რომელიც ქებას იმსახურებს და კურთხეულ არს ღმერთი, რომელიც მიიღებს ამ ქებას ყველასგან, ვინამც თავის თავზე გამოსცადა მისი სიწმინდის ძალა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ზედმიწევნით დაწვრილებით განვიხილოთ სრულად დასაწველის ყველა დეტალი. არის მხოლოდ 2 მომენტი, რომელიც იმსახურებს ყურადღების მიქცევას. პირველი მოყვანილია ლევიტელთა პირველი თავის 6 მუხლში და გაატყაოს სრულად დასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. საკმარისი არ იყო მხოლოდ ის, რომ ცხოველი ყოფილიყო უნაკლო, რამე თუ ტყავი ანუ გარეგანი ზედაპირი შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ გამოუსადეგარი ყოფილიყო მსხვერპლს შესაწირავად ღმერთისათვის. ამიტომ გარეგანი გარსი მოცილებული უნდა ყოფილიყო, რათა მსხვერპლი შეფასებულ ყოფილიყო ყველა მისი ნაწილების ამყესებისა და ძარღვების მიხედვით, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ მსხვერპლის უნაკლობაში. შემდგომ და დაჭრას იგი ნაწილებად. ანუ განეცალკევებინათ, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ იგი უნაკლო იყო არა მარტო მთლიანობაში, არამედ ცალკეულ ნაწილებშიც. ამგვარად, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ იესოს, ჩვენ ყველა მხრივ ვრწმუნდებით მის ღვთიურ სრულყოფილებაში. მას შეეძლო ეთქვა ღმერთისთვის, შენ გამომცადე და ვერ იპოვე ვერაფერი. იერემია 12:3. და ღმერთი უპასუხებდა, კმაყოფილი ვარ. მას შეეძლო ეთქვა სატანისთვის, ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება,
იოანე 12:31 და სატანა უპასუხებდა: გიცნობ ვინცა ხარ, ღვთისწმიდავ, ლუკა 4:34. მას შეეძლო ეთქვა ადამიანისათვის ჭეშმარიტად ღვთისძე იყო ეს კაცი, მარკოზი 15:39. ასე და ამდაგვარად ჩვენი ღვთიური სრულად დასაწველი მსხვერპლი ნებაყოფლობით დავიდა ღმერთის სამსხვერპლოზე და დაღვარა რა თავისი სისხლი ნაპოვნი იქნა მთლიან და ცალკეულ ნაწილებში უნაკლოდ და სრულყოფილად ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით და მიღებულ იქნა ასეთად ზეცის, მიწისა და ჯოჯოხეთის მიერ. ამის შემდგომ, როცა ყველაფერი წმიდად და გამოსადეგად იქნა მიღებული ღმერთის სამსხვერპლოსთვის, აარონის ძეთა მოვალეობად ითვლებოდა აღევლინად უფლის სახის წინაშე მეტად კეთილმოსურნე მსხვერპლი. ლევიტელთა პირველი თავის მე-7 მუხლიდან მე-9-ს ჩათვლით ვკითხულობთ. და დადონ აარონ მღვდელის ძეთ ცეცხლის სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე და განალაგონ აარონის ძეთ მღვდლებმა ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა სამსხვერპლოზე და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს და დააკმიოს მღვდელმა ყოველი სამსხვერპლოზე. ეს სრულად დასაწველია საცეცხლოა კეთილსურნელება უფლისათვის. რადგან მსხვერპლი განსაკუთრებულად ეკუთვნოდა ღმერთს, არავის არ ჰქონდა უფლება უკანონოდ მას მიკარებოდა. სასჯელი ამისათვის ისეთივე იყო, როგორც სისხლიანი ხორცის მირთმევა, ანუ ხელყოფა მსხვერპლშეწირვისას ღმერთის წილზე ადამიანისთვის ისეთივე დანაშაული იყო, როგორც სხვა ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე განკარგულების გაცემა. ამგვარად, ღმერთი უფლებას აცხადებს მსხვერპლზე, მარტო მას შეეძლო იესოს შინაგანი უპირატესობითა და შეუდარებელი სრულყოფილებით დამტკბარიყო. როგორც წიგნი გამოსვლის 21 თავში გაწმიდავების შემთხვევაში, სადაც ჩვენ მსგავსებას ვხედავთ ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტთან, მხოლოდ ღმერთს ძალუც შეაფასოს ქრისტეს უსაზღვრო ღირსება. შემდგომ ვკითხულობთ, რომ პირუტყვის თავი და ქონები ერთად უნდა დააწყოს მღვდელმა სამსხვერპლოზე დასაწველად, რაც ჩემი აზრით მიგვანიშნებს იმაზე, რომ უფალი იესოს იდუმალი, ფარული ცხოვრებისეული ძალები, ისევე როგორც მისი გონება, შეიძლება ერთნაირად გამხდარიყო ღმერთისთვის კეთილსურნელებად. და ბოლოს, შიგნეული და კანჭები წყლით უნდა გარეცხილიყო და ცეცხლზე დამწვარიყო. ეს გვიჩვენებს იმას, რომ უფალი იესოს დაფარული აზრები და მიზნები იყო აბსოლუტურად სუფთა და სამსხვერპლოდ ვარგისიანი. და აქ არ შეიძლება არ გავავლოთ ის კონტრასტი, რაც შეიმჩნევა უფალი იესოს და მის გაუბედურებულ ხალხს შორის. რა ხშირია, რომ ჩვენი გარეგანი გზები, რომლებიც სიმბოლურად ფეხებით გამოიხატება, ჩვენ ადამიანებს გვეჩვენება მეტად მართლებულად მაშინ, როცა ღმერთისთვის ჩვენი შიგნეულობა შესაძლოა სავსეა უწმიდურებით. მადლია ჩვენთვის ის, რომ ეს არ მოხდა ჩვენი დიდებული მთავრის შემთხვევაში, მასში ყველაფერი იყო ტოლფასი, რამე თუ ყველაფერი იყო უბიწო. რაც შეეხება ცხოველების სახეების მიტანას მსხვერპლს შესაწირავად, არაა აუცილებლობა ამის დაწვრილებით განხილვისა. მიჰქონდათ ის, რასაც შობდა მიწა და როგორც ესეთი, ეს გამოხატავდა ძეკაც, ქრისტე იესოს წინასახეს, რომლის კეთილსურნელება გამოხატავდა ადამიანურ ბუნებას. იესოს არაფერი არ გაუკეთებია ადამიანების კეთილგანწყობისთვის, გამიზნული გარეგანი ეფექტის მოსახდენად. არა, ყველაფერი უშუალოდ ღმერთისთვის იყო. ვადევნებთ რა თვალყურს იესოს ცხოვრებას 30 წელიწადს, როცა იგი მამის სახლში იმყოფებოდა და 3 წლის განმავლობაში, როცა იგი იუდეველებს შორის ასრულებდა თავის მისიას, ყველაფერი ერთიანი იყო. ყველაფერს სუფთა ლადანის კეთილსურნელება ჰქონდა, რომელიც მას ახასიათებდა როგორც მამა ღმერთის განსაკუთრებულ და ერთგულ მსახურს. შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ სამსხვერპლო ცხოველებს ზედწაცხებულს წვავდნენ, რაც სიმბოლურად ხორცშესხმულ ღვთის ძეზე მიუთითებს, რომელიც პირველ რიგში ჩასახულია სულიწმიდისაგან და მეორე სცხო ღმერთმა სულიწმიდით. ახლა მივადექით ცოდვის გამოსასყიდის შესაწირავს, რომელიც ლევიტელთა წიგნის მე-4 თავშია განხილული, საიდანაც ჩვენი განსახილველი თემისთვის ერთ მაგალითს ავირჩევთ. თუ ცხებულმა მღვდელმა შესცხოდა ხალხის გარევით დანაშაულში და ეს შესწიროს უფალს თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესწოდა მოზვერი მსხვილ ფეხიდან, უბიწო ცოდვის მსხვერპლად და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე და დაადოს თავისი ხელი მოზვერს თავზე და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე.
ლევიტელთა მეოთხე თავის მუხლები მესამე და მეოთხე. აქ მოყვანილ ნაწყვეტსა და სრულად დასაწველი მსხვერპლის განსახილველ ნაწყვეტს შორის აშკარა სხვაობაა და ეს განსხვავება უმთავრესად მდგომარეობს იმაში, რომ აქ ვერ ვპოულობთ სიტყვებს შესწიროს, იგულისხმება ნებაყოფლობით. სრულად დასაწველში ჩვენ ვიგებთ ქრისტეს ნებაყოფლობით თავის მსხვერპლად შეწირვას, რომელსაც შეეძლო ეთქვა ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. სხვა სიტყვებით, მან მიიყვანა თავისი თავი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე. ცოდვის გამოსასყიდის მსხვერპლის დროს ყველაფერი სხვანაირადაა. დაე შესწიროს, და მიიყვანოს, და დაადოს და დაკლას. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა გამომდინარე ამ ორი მსხვერპლის ხასიათიდან. ყოვლად დასაწველში ჩვენ ვხედავთ უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც მსხვერპლად გაიღო თავისი უბიწო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სრულყოფილება და ამაში მისმა სულმა ჰპოვა დიდი ნეტარება, რამე თუ მან ღმერთის წინაშე წარადგინა ის, რაც მისთვის იყო კეთილსურნელება. მაგრამ ცოდვის გამოსასყიდის შეწირვისას ჩვენ ვხედავთ იესოს იმასთან მიმართებაში, თუ რას უარყოფდა ღრმა ზიზღით მისი სუფთა და უბიწო სული. ერთი სიტყვით, იესო, მეორე კორინთელთა 5:21-ში ვკითხულობ, ის გახადა ცოდვად, ანუ ცოდვის მსხვერპლად. ასეთად იხილა იგი ესაია წინასწარმეტყველმა. მაგრამ დაჭრილი იყო ჩვენ დანაშაულთა გამო, ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენგან ვიკურნეთ. ჩვენ ყველანი ცხრებივით გზას ავწვდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ურჯლოება. ესაია 53 თავი, მუხლები მე-5 და მე-6. განვიხილავთ, რა ორივე მსხვერპლს შესაწირავს ერთნაირად, ჩვენ მივიღებთ მეტად შთამბეჭდავ შთაბეჭდილებას ცოდვის საზიზღარ და საშინელ სიმახინჯეს ღმერთის თვალში. რამე თუ ცოდვა მისთვის ისეთ ხარისხშია ცოდვილი, როგორც სრულყოფილია ქრისტეს სრულყოფილება. თუ კი სრულად დასაწველში ჩვენ შეგვეძლო დაგვენახა, რომ ქრისტეს უბიწოება და უპირატესობა ისეთი იყო, რომ მთელი თავისი არსებით მას შეეძლო წარმდგარიყო ღმერთის წინაშე მის კეთილსურნელებად და რომ ღმერთი ვერ იპოვიდა მასში ვერაფერს გარდა სრულყოფილებისა, მაშინ მსხვერპლ შესაწირავში ცოდვისათვის ჩვენ უნდა ვხედავდეთ ცოდვის სიშავესა და საზიზღრობას, რომელიც ღმერთს იძულებულს ხდის პირის შეაბრუნოს იმისგან, რომელიც მე ამოვარჩიე საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ამას მივყავართ იმ მომენტთან, რომელიც გვაკავშირებს ცოდვის გამოსასყიდის შესაწირავთან. შემდეგ ვკითხულობთ და დაადოს თავისი ხელი მოზვერის თავზე. აქ ჩვენ ვხვდებით იმ 3 საათის წყუდიადის ღრმა და იდუმალებით მოცილი საიდუმლოების არსს. ღმერთი იძულებული იყო დაემალა სახე უფალი იესოსგან, როცა იგი ჯვარზე იყო გაკრული. თუ კი ყოვლად დასაწველის განხილვისას ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით იმ ფაქტით, რომ მსხვერპლის სრულყოფილება მინდობილი იყო სასტიკი ლევის ხელებში, აქ შეიძლება განგვაცვიფროს იმ მადლმა, რომლითაც ეს შეიძლება განხორციელებულიყო. ეს მდგომარეობდა იმაში, რომ მთელი ცოდვა და ლევის სიბილწე გადადიოდნენ მსხვერპლში და იწმინდებოდნენ ცოდვისაგან ამ მსხვერპლში, რათა თვითონ ლევის შეეძლო განწმენდილიყო ყოვლად დასაწველის მსხვერპლში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი სრულდება ხელების დადებით და ეს მოქმედება სრულდება ორივე შემთხვევაში, ანუ ლევი ადებს თავის ხელებს ცოდვის მსხვერპლის თავზე. ჟესტი ორივე შემთხვევაში ერთია, მაგრამ რაოდენ განსხვავებულია შედეგები. მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, ისეთი სხვაობა იყო მათ შორის, როგორც სიკვდილი და სიცოცხლე, ზეცა და ჯოჯოხეთი, სიწმიდე და ცოდვა. არსებითად, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ უფრო გასაოცარ კონტრასტს, ვიდრე იმას, რასაც თვალყურს ვადევნებთ ამ მოქმედებებში, ამასთან გარეგნულად აბსოლუტურად მსგავსში. ხელების დადება წარმოადგენდა ამავე დროს ცოდვის გადატანას ქრისტეზე, ვინამც არ იცოდა ცოდვა, არამედ იყო წმიდა უმანკო გულმართალი ცოდვილისაგან განრიდებული. ებრაელთა მე-7 თავის 26 მუხლი და რომელიც ბუნებით ვერ იტანდა ცოდვას. მეორე მხრივ, ეს იყო სრულყოფილი გამართლების დაკისრება იმისთვის, ვინც დაბადებით იყო სასტიკი, რისხვიანი და ჟინიანი მკვლელი.
დიახ, იესო ქრისტეს, ვინც დასაბამიდან ზეცაში იმყოფებოდა, უნდა დაშორებოდა ამას და ცივდა უნაყოფო სიკვდილისა და წყუდიადის სამფლობელოში, სადაც არასოდეს არ შეუღწევია სიცოცხლის მიმცემ მისი მამის სახის სხივებს, რომელიც მხოლოდ ქრისტეს შეეძლო შეეფასებინა ღირსეულად, საზღვართან მდგარმა მან წამოიძახა. მამაო ჩემო, თუ შესაძლოა ამარიდე ეს სასმისი და კვლავ, როდესაც ეს პირქუში სამეფო მისი სიშავითა და სიტყვით გამოუთქმელი საშინელებებით შეიჭრა მის უცოდველ სულში, ღმერთო ჩემო, რათ მიმატოვე? მაგრამ მეორე მხრივ ამან საშუალება მისცა იმას, ვინც იმყოფებოდა სისასტიკის სახლებში და ვის თათბირზეც არ ისურვებდა ღმერთი მისვლას, წარმდგარიყო ღმერთის ტახტის დიად ბრწყინვალებაში. პავლე მოციქული იგივე ჭიშმარიტებას ახალი აღთქმის სწავლების სიტყვებით გამოხატავს. მეორე კორინთელთა მეხუთე თავის 21 მუხლი. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში. ანუ იმისა, ვისი სრულყოფილებაც განცხადებული იყო სრულად დასაწველში. იგი გახდა ცოდვად იმისთვის, რომ ჩვენ ვიმსახურებთ რა იმას, რომ გავხდეთ მსხვერპლი ცოდვისთვის, საშუალება გვქონოდა მიღებულ ყოფილიყავით სრულად დასაწველში. სიმართლე ისევე უცხოა ადამიანური ბუნებისათვის, როგორც ცოდვა ქრისტესთვის. ადამიანს არ გააჩნია თავისი საკუთარი სიმართლე. ამიტომ იგი უნდა გადაკეთებულიყო მართლად. ქრისტემ არ იცოდა ცოდვა, ამიტომ იგი უნდა გადაკეთებულიყო ცოდვად, რათა ჩვენ შეგვძლებოდა გამხდარიყავით მართლები. მასში მართლები ღმერთის წინაშე. ასე და ამდაგვარად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხელების დადება ნიშნავს ცოდვილისა და მხსნელის ადგილების გაცვლას. ცოდვილი იმყოფება ღმერთის არაკეთილ განწყობაში. გახსოვთ ალბათ არაერთხელ განმეორებული ფრაზა, მათ თათბირზე ნუმივა ჩემი სული, ხოლო მხსნელი ღმერთის კეთილგანწყობაში, რომელიც იმყოფებოდა მის წიაღში სამყაროს შექმნიდან. მაგრამ გამოსყიდვის გეგმა, გამოსყიდვაში წარმოგვიდგენს ჩვენს მხსნელს იესოს ღმერთის არაკეთილგანწყობაში და ამის წყალობით ცოდვილი მიყვანილია მოსიყვარულე და მიმტევებელი ღმერთის სახის წინ. განსაცვიფრებელი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი მარადიული სიყვარული, განოზომელი სიბრძნე, სიყვარული, რომელიც ნავარდობს ყველაზე ამაღლებული გონებრივი გადაწყვეტილებების თავზე, სიბრძნე, რომელიც დაღავს ღმერთისა და ადამიანის უსასტიკესი მტერის მარადიული ზიზღის ყველა ძალისხმევას და მზაკრულ ჩანაფიქრს. რამე თუ სანამ ლევის შეეძლო დამტკბარიყო აღთქმით, სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ, უცოდველ მსხვერპლს უნდა განეცადა სიკვდილის სამეფოს ყველა დარტყმა. ვინ არის ეს მსხვერპლი? ამის პასუხი იქნება ის, რაც გამოსყიდვის ჩანაფიქრს ანიჭებს მის დიდებულებასა და ღვთიურობას. მსხვერპლი იყო არანაკლები თავად ძე ღვთისა. დიახ, აქ იყო სიყვარულიც და სიბრძნეც. ძე ღვთისა უნდა ჩამოსულიყო, რათა ადამიანი ამაღლებულიყო და აქ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთს, რომ არ განეხორციელებინა თავისი გეგმა, ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით და დავიღუპებოდით სამარადისოდ. ვერც ერთი ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანი ვერ შეძლებდა შესვლას იმ ტრაგიკულ ადგილას, სადაც მოხდა ცოდვის გამოსყიდვა. ვერავინ, გარდა ღმერთის შვილისა, ვერ შეძლებდა იმ ტვირთის ატანას, რაც მას დააწვა მხრებზე და აქ უპრიანია გავიხსენოთ იესოს სიტყვები, რომლითაც მან თავის მოწაფეებს მიმართა. იოანე 14:30. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. რატომ არ შეეძლო მას ბევრი ლაპარაკი? რამე თუ აპირებდა გამოსყიდვის ჩატარებას, რომელშიც ისინი ვერაფერს მოიმოქმედებდნენ. რამე თუ სოფლის მთავარი რომ მოსულიყო, მათში იპოვიდა ბევრს, მაგრამ აი იმ მომენტში, როცა უფალი სულში განიცდიდა ამ წუხრის ჟამს, იგი ამბობს: "ადექით, წავიდეთ აქედან." მართალია, ჩვენ არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია ამ გამარჯვებისაკენ, მაგრამ მაინც შეგვიძლია დავტკბეთ მისი ნაყოფებით და ამაზე მეტიც ღმერთის მსახურებაში გამოვავლინოთ ამ ნაყოფების სიუხვე. თავად ღმერთმა შეასრულა ეს საქმე, ღმერთმა გაიმარჯვა ადამიანურ ბიწიერებაზე და ამჯერად ყოველი სული, რომელიც შეიგრძნობს მოთხოვნილებას, პატიებასა და სიმშვიდეში, რწმენით შეუძლია დაუახლოვდეს მას და მოიმკას ამ შესანიშნავი მადლისა და წყალობის ნაყოფები.
აქამდე ჩვენ ვარჩევდით ლევის ხასიათსა და მდგომარეობას ბუნებით მოცემულს, აგრეთვე იმ შესანიშნავ საშუალებას მადლით განსაზღვრულს, რომ არა მარტო გადაერჩინა იგი დაღუპვისაგან, არამედ აეყვანა იგი ისეთ სიმაღლემდე, რომელიც არასოდეს არ შეუმეცნებია ადამიანის გულს, აემაღლებინა თავად ღმერთის კარვამდე. ეხლა ღმერთის დახმარებითა და მისი კურთხევით გავაგრძელოთ ამ ამაღლებული მდგომარეობის შესწავლა და აგრეთვე მასთან დაკავშირებული მსახურება, როგორც ეს აღწერილია რიცხვთა მესამე თავში, მუხლები მე-5-დან მე-9-ს ჩათვლით. და უთხრა უფალმა მოსეს: მიიყვანე ტომი ლევისა და დააყენე ის აარონის მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას და შეასრულონ მოვალეობა მისდამი და მოვალეობა მთელი ერისადმი საკრებულო კარვის წინ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური და დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელის ძეთა დამცველად იდგნენ, რათა აღასრულონ აღთქმის კარვის სამსახური. და ჩააბარე ლევიანები აარონსა და მის ძეებს და სრულად ჩაბარებულნი არიან ისინი მისთვის ისრაელის ძეთაგან. აქ მთლიანობაში იშლება ღმერთის შესანიშნავი ჩანაფიქრი ლევისთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვერპლი იყო მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება, მაგრამ როგორც მიზანი, ასევე საშუალება, ყველაფერი ერთმანეთს ეთანადება. მეტაფორულად რომ გამოვხატოთ ეს საშუალებები, იყო სიკვდილი და აღდგომა და ყველაფერი ამაში იყრიდა თავს, ხოლო მიზანი იყო ღმერთთან სიახლოვე. ლევის რომ შევხედოთ მისი თავდაპირველი ბუნების კუთხით, არ არსებობს მდგომარეობა ღმერთისგან უფრო მეტად დაშორებული, ვიდრე ის, რომელშიც ლევი იმყოფებოდა. მაგრამ მადლის გამოვლენამ ქრისტეს სისხლის დაღვრით შეძლო მისი დაღუპვის უფსკრულიდან ამოყვანა და დაეახლოვებინა იგი მღვდელთ მთავრის დიდებულ გვართან, რათა მას დაეწყო მსახურება კარავში. ასე ვკითხულობთ ეფესელთა მეორე თავში, მუხლები 1-დან მე-6-ს ჩათვლით. და თქვენც მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის ჟამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, ამ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს, ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მაგივრად, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად და თანა აღგვადგინა და ცათაშინად თანა დაგვსხა ქრისტე იესოში. და კვლავ ეფესელთა მეორე თავის მე-13 მუხლი. ახლა კი იესო ქრისტეში ოდესღაც შორს მყოფნი ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. როცა ბუნება იღებს თავისუფალ ნებას, იგი ყოველთვის რაც შეიძლება შორს ცილდება ღმერთს. ეს გახდა ჭეშმარიტება იმ დღიდან, როცა ადამიანმა წარმოთქვა: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ და დავიმალე. დაბადება მე-3 თავის მე-10 მუხლი. პირველი, იმიტომ რომ იგი იყო სასტიკი, მეორე, იმიტომ რომ ღვთის შიშით და რიდით ეკრძალვოდა მის სახელს. ძალადობის იარაღიდან მადლმა ისინი გარდაქმნა ღვთის კარვის იარაღებად. ბუნებით ღმერთი ვერ შევიდოდა მათ თათფირზე, მაგრამ მადლით თავად ლევი მიყვანილ იქნა ღმერთის თათფირზე. ბუნებით მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღრელად, რომელთა 3:15, მაგრამ მადლით მათი ფეხები სწრაფია გაჰყოლოდნენ ღრუბლის სვეტის გადაადგილებას უდაბნოში და ჭეშმარიტ მორჩილებაში ემსახურად ღმერთისთვის. ერთი სიტყვით, ლევი გახდა ახალი ქმნილება. ძველი გადავიდა და ამიტომ იგი აღარ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისათვის, ვინც მოიმოქმედა ყველა ეს სასწაული მისთვის. ლევიანები პირველ რიგში ითვლებოდნენ ღმერთის საკუთრებად. ვკითხულობთ იოანეს მე-17 თავის მე-6 მუხლში. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ. და იოანეს მე-6 თავის 37 მუხლში. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ეხლა ვისურვებდი განვიხილოთ მათი მსახურების წვრილმანები, რომლებშიც უეჭველად ვიპოვით ბევრ სასარგებლოს და გამამხნევებელს, მაგრამ ჯერ განვიხილოთ, რა საშუალებით იყო ლევის ტომი, გამოყოფილი უპირატესობით სამსახური გაეწია კარავში და შემდგომ ღმერთის ტაძარში. თუ ლევიტელთა ეს დანიშვნა როგორ იყო დაკავშირებული ისრაელის პირველშობილთა გამოსყიდვით? რატომ ბრძანა ღმერთმა შეეცვალათ ისრაელის ყველა პირველშობილი ლევიტელებით და რა შედიოდა ლევიტელების სამსახურში? პირველშობილების შეცვლის მაგალითზე ლევიტელებით ღმერთმა გააცნო ისრაელს განსხვავება სულის უპირატესობისა ხორცზე, რამე თუ მისთვის
არა ის არის პირველშობილი, ვინც ასეთად გვევლინება დაბადების კანონით, ანუ ხორცით, არამედ ის, ვინც ასეთია სულით და მოშურნეა თავი მიაკუთვნოს უფალს, ვინც ისურვებს მთლიანად შეასრულოს ღმერთის ნება, იმის მაგერად რომ იცხოვროს თავისთვის და თავისი სიამოვნებისთვის. იგივე განსხვავება სულსა და ხორცს შორის აღწერილია პრინციპებში. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არაა, ღვთისგან არის. რომელთა წერილი მეორე თავის 28 და 29 მუხლები. ლევიტელები იყვნენ წინა სახე სულიერი პირველშობილებისა, რომლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ ახალ აღთქმაში. გამხდარიყვნენ დედამიწაზე ღმერთის მაცნეები, იტანდნენ რამწუხარებას ღმერთის სიტყვისთვის და მოწმობდნენ იესო ქრისტეს, ხოლო მომავალში გამხდარიყვნენ იესო ქრისტეს თანამმართველები იმ პირობით, რომ ისინი გადაიტარდნენ ყველა გამოცდას რწმენაში ბოლომდე. ეს არის აარონისა და მოსეს საგვარეულოები იმ დღისათვის, როდესაც უფალი ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე. პირველად აქ მოხსენებულია აარონი, რამე თუ ამ თავში საუბარი წავა მის ოჯახზე და მისი გვარის მნიშვნელობაზე მთელი ისრაელისთვის ხორცში. უფრო ადრე სინაის მთაზე მოსესთვის მიცემული იქნა დაწვრილებითი უფლის განცხადებები აარონისა და მოსეს ოჯახებთან დაკავშირებით, თუმცა კავშირი პირველშობილთა გამოსყიდვისა და ლევის ტომის განკუთვნებაზე წინამორბედ გამოცხადებებში არ იყო ნათქვამი. რიცხვთა მესამე თავის მეორე და მესამე მუხლებში ვკითხულობთ და ესენია აარონის ძეთა სახელები პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ესაა აარონის ძეთა სახელები ცხებული მღვდლებისა, რომელნიც მან სამღვდლოდ აკურთხა. აარონ მღვდელმთავარს სულ 4 ვაჟიშვილი ყავდა, ყველა ისინი თავად აარონის ჩათვლით იყვნენ ცხებუნი საცხებულო ზეთით, რაც ხდიდა მათ გამოსადეგად მღვდელმთავრის მოვალეობების შესასრულებლად. როგორებიც იყო მსახურება უფლის წინაშე ტაძარში, ხალხის განწმენდა, ცოდვებისაგან მსხვერპლ შესაწირავების საშუალებებით და ხალხის დამოძღვრა და სწავლება ღმერთის კანონებში. ლევის ტომთან ღმერთმა განსაკუთრებული აღთქმა დადო. მალაქიას მეორე თავში ვკითხულობთ, ჩემი აღთქმა მას სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეციეს მათ შიშისათვის, რიდი ჰქონოდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში, მშვიდობით და სიწრფელით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტისაგან. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოდ უფლის მოციქულია იგი. ამ ტომის წარმომადგენლებს უფლება ჰქონდათ დაემოძღვრათ და ესწავლებინათ ისრაელის ხალხი ღმერთის სიტყვაში, როგორც კი ისინი ღმერთთან ურთიერთობის წყალობით შეძლებდნენ სწორედ გადმოეცათ ღმერთის სიტყვა და წმინდა წერილის საზრიანი განმარტებები. რიცხვთა მესამე თავის მეოთხე მუხლში ვკითხულობთ და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა მათ მიიტანეს უცხო ცეცხლი უფლის წინაშე სინაის უდაბნოში. აარონის ვაჟები დაიხოცნენ უფლის წინაშე წმინდა პროცედურის არასწორი შესრულების მიზეზად და შვილები არ ყავდათ მათ და მღვდლობას ეწეოდნენ ელეაზარი და ითამარი აარონის თავიანთი მამის გვერდით. დარჩა აარონი მხოლოდ თავის ორ დარჩენილ ვაჟთან და ზუსტად ამათ იტვირთეს პასუხისმგებლობა დახმარებოდნენ მამას წმიდა სახურებაში, საკრებულო კარავში. რიცხვთა მესამე თავის მუხლები მეხუთე და მეექვსე და უთხრა უფალმა მოსეს, მოიყვანე ტომი ლევისა და დააყენე ის აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას. სამი მღვდელის ძალებს აღემატებოდა მთელი ისრაელის რელიგიური ყველა შეჭირვების დაკმაყოფილება ხორცში. ისინი საჭიროებდნენ დამხმარეებს, რომლებიც მთლიანად მიუძღვნიდნენ თავიანთ თავს ღვთისმსახურებას საკრებულოს კარავში. ვის შეძლებდა რომ ყოფილიყო მთელს ისრაელში შესაფერისი დამხმარე აარონისა და მისი ძეებისათვის? გავიხსენოთ ის, რომ მოსეს სინაის მთაზე ღმერთთან საუბრის დროს ისრაელი განუდგა ღმერთს და დაიწყო ოქროს ხფოსთაყვანისცემა. წიგნი გამოსვლა თავი 32. მოსეს მოწოდებაზე თუ ვინც უფლისაა ჩემსკენ, გამოეხმაურნენ მას ლევის შვილები და ამით დაანახვეს უფალს, რომ ისინი მზად იყვნენ მიკუთვნოდნენ მას და შეენარჩუნებინათ ერთგულება მისთვის. თუმცა მოსეც და აარონიც თავად იყვნენ ამ ტომიდან, კითხვაზე ვინც უფლისაა ჩემკენ, შეეძლო გამოხმაურებოდა ყველა მსურველი, მაგრამ გამოიყვნენ მხოლოდ ლევიანები. ანუ არც ლევის ტომისთვის მოსესა და აარონის მიკუთვნება მითამაშა დიდი როლი, არამედ ლევიანთა მთლიანი მზადყოფნა მიკუთვნებოდნენ უფალს
გახდა გადამწყვეტი ღმერთისთვის, ამ ტომის არჩევაში ემსახურად მისთვის ტაძარში. რიცხვთა მესამე თავის მუხლები მე-7-დან მე-9-ს ჩათვლით და შეასრულონ მოვალეობა მისდამი და მოვალეობა მთელი ერისადმი საკრებულოს კარვის წინაშე, რათა შეასრულონ კარვის სამსახური. და დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელის ძეთა დამცველად იდგნენ, რათა აღასრულონ აღთქმის კარვის სამსახური. და ჩააბარე ლევიანები აარონსა და მის ძეებს და სრულად ჩაბარებულნი არიან ისინი მისთვის ისრაელის ძეთაგან. ლევიტელებს უნდა შეესრულებინათ მსახურება საკრებულო კარავში და მის შიგნით აარონისა და მისი ძეების ხელმძღვანელობით სრულ მორჩილებაში. ისრაელის ძეთა დამცველად ყოფნა ნიშნავს ისრაელ ძეთა მაგივრად წარდგენა მსხვერპლის შეწირვისას. თავისებურად ითვლებოდნენ ისრაელის ცოდვის მატარებლად საკუთარ თავზე. ეზრუნათ იმაზე, რომ მთელი ერი სუფთად დარჩენილიყო ღმერთის თვალში დროული მსხვერპლშეწირვებების წყალობით და ესწავლებინათ მათთვის ღვთის სიტყვა. რიცხვთა მესამე თავის მეათე მუხლში ვკითხულობთ. აარონსა და მის ძეებს დაავალე, რომ მათ დაიცვან თავიანთი მღვდლობა და უცხო ვინც კი მიეკარება მოიკლას. მიახლოება წმიდა ადგილთან იგულისხმება წმიდათა წმიდა, ისევე როგორც თავად საკრებულოს კარავში ლევიანებს შეეძლოთ, მაგრამ კრეცსაბმელის წინ ყოფნა და წმიდათა წმიდაში შესვლა მხოლოდ მღვდელთ მსახურებს შეეძლოთ. ამ განსაკუთრებულობას ხაზი აქვს გასმული 38 მუხლში. იმის გამო, რომ აარონი იყო ლევიანი, გამომდინარეობდა ის, რომ ყველა მღვდელთ მსახური ლევიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა ლევიანი მღვდელი იყო, მაგრამ მათი უფლებამოსილება აუცილებლობის მიხედვით შეიძლებოდა გაფართოებულიყო მღვდელთ მსახურებამდეც. იმ შემთხვევაში, თუ მღვდლები არ განიწმინდებოდნენ და წმიდა მსახურების მომენტისთვის ლევიანები ითვლებოდნენ უფრო წმიდებად ვიდრე მღვდელთ მსახურები, მათ შეეძლოთ შეესრულებინათ მღვდელთ მსახურების ფუნქციები. ხანდახან ლევიანები ამზადებდნენ აღსავლენს, საპასექო კრავს, თავისთვის და მღვდლებისთვის. მათ ნება ჰქონდათ თავად ტაძრის შენობაში ემსახურად. ლევიანები აგრეთვე ეხმარებოდნენ მღვდელთ მსახურებს ხალხის დამოძღვრაში ღმერთის კანონში. და კიდევ ლევიანებს ისევე როგორც მღვდლებს არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები ქანაანის მიწაზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა ტომებმა მიიღეს თავთავიანთი წილი, მათი წილი იყო თავად ღმერთი. ამის შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ მეორე ნეშტთა მე-17, 29 და 32 თავებში. დანარჩენ ხალხს არანაირ ვითარებაში ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. რიცხვთა მესამე თავის მუხლები მე-11 და მე-12. და უთხრა უფალმა მოსეს და ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გახსნის საშოს და ჩემები იქნებიან ლევიანები. ღმერთმა მიიღო გადაწყვეტილება ყველა პირველშობილი ეგვიპტიდან გამოსვლისას გადარჩენილი დაღუპვას შეეცვალა ლევის ტომით. გამოთქმა ჩემები იქნებიან ლევიანები მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთს აქვს სრული უფლება მართოს ლევიანებით თავისი სურვილისამებრ, როგორც ბატონი ნაყიდი ყმებით. წავიკითხოთ რიცხვთა მესამე თავის მე-13 მუხლი. რადგან ჩემია ყოველი პირმშო, იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი. როგორც გვახსოვს, გამოსვლის მე-12 თავიდან ეგვიპტეში მეათე სასჯელის მოვლენების დროს უფალმა გადაარჩინა ისრაელის ყველა პირველშობილი სამსხვერპლო კრავის სისხლის წყალობით. რის შედეგადაც ისრაელის ყველა პირველშობილი დარჩენილი ცოცხალი თითქოს და ღმერთთან ვალში აღმოჩნდნენ, რამე თუ მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა დაღუპვისაგან, ხოლო ღმერთმა ისინი გამოისყიდა იხსნა სიკვდილისაგან თავისი კრავის სისხლის ფასად. ამიტომ ღმერთს სრული უფლება ჰქონდა მათ თაობაზე. ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ადამიანიდან პირუტყვამდე, რისთვის სჭირდებოდა ღმერთს პირველშობილნი. პირმშოები ესენი იყვნენ საწყისები მშობელთა ძალებისა. ესენი გახდნენ საუკეთესოები მემკვიდრეობიდან, მსხვილი და ხარისხიანი შვილები, თუ შეიძლება რომ ასე გამოვხატოთ. ღმერთი ჯერ კიდევ ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გეგმავდა ტაძრული თაყვანისცემის სისტემის ორგანიზებას თავისი ხალხისათვის. ღმერთთან მეზობლობაში, საკრებულო კარავში, შეეძლოთ ყოფნა მხოლოდ ისრაელის ყველაზე დაფასებულ ხარისხიან და ძლიერ მამაკაცებს. ხოლო მსხვერპლისთვის გამოსადეგი იყო ყველაზე ხარისხიანი უნაკლო პირუტყვი, რამე თუ ღმერთი არ მიიღებდა ბიწიერს, უხარისხოს, კოჭლსა და სნეულს. მალაქია პირველი თავის მერვე მუხლი.
პირველშობილები ანუ პირმშოები ამ მახასიათებლების კატეგორიაში ხვდებოდნენ, თუმცა იმდენად რამდენადაც ლევიტელებმაც გამოავლინეს არა მარტო ფიზიკური ძალა, არამედ დადებითი სულიერი თვისებები, მთელი გულით მიკუთვნოდნენ ღმერთს, მაშინ როდესაც მთელი ისრაელი კერპთაყვანისმცემლობაში იყო ჩათრეული. უზენაესმაც მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა ყველა პირმშო მის თვალში არსებული ტოლფასი ლევიტელებით, განსაზღვრა რა ზუსტად მათი მსახურება ტაძარში. ლევიტელებმა გარკვეულწილად აუნაზღაურეს ღმერთს ის, რა დავალიანებას ჰქონდათ პირმშოებს, ხოლო პირმშოებს ამის წყალობით საშუალება ჰქონდათ დარჩენილიყვნენ მამის სახლში და ეწინამძღოლად გვარისთვის. აირჩია რა თავისთვის ლევიანები პირმშოების ნაცვლად ღმერთმა აჩვენა, რომ მისთვის ის კი არაა პირმშო, ვინც ესეთია დაბადებით, არამედ ის, რომელიც ასეთად გვევლინება სულით და თავგამოდებით მიაკუთვნოს თავისი თავი უფალს, ვისაც სურს მთლიანად შეასრულოს ღმერთის ნება, იმის მაგივრად, რომ იცხოვროს საკუთარი კეთილდღეობისა და სიამოვნებისთვის. წავეკითხოთ რიცხვთა მესამე თავის მუხლები მე-14-დან მე-16-ს ჩათვლით. და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში. აღრიცხე ლევიანები მათი მამის სახლებისა და მათ საგვარეულოთა მიხედვით, ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან მოყოლებული და უფროსი აღრიცხე ისინი. და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. ლევიტელთა აღრიცხვა საჭირო გახდება მოგვიანებით ჩანაცვლებულ პირმშოთა რიცხვის შესასწორებლად. ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო რაოდენობით თანაბარი. რიცხვთა მესამე თავის 39 მუხლი. ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა, მათის საგვარეულოები თურთ, ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი იყო 22,000. თუ შევკრიბავთ მონაცემებს მოყვანილ მუხლებში 22, 21 და 34, ვიღებთ 22,300. საიდან გაჩნდა ეს 300 ადამიანი? ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ისრაელიანი პირმშოების რიცხვი წარმოადგენდა 22,273-ს, რაც აღემატებოდა ლევიტელთა რიცხვს 273 ადამიანით. ანუ ჩანაცვლებას ახდედნენ ლევიტელებით 22,000-ით. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს 300 კაცი ითვლებოდა ლევიტელთა პირველ შობილთაგან და არ საჭიროებდა ჩანაცვლებას. ლევიტელებზე გაცვლა ხდებოდა მხოლოდ ისრაელის სხვა ტომების პირმშოებით, გარდა ლევიტელებისა. რიცხვთა მესამე თავის მუხლები მე-40 და 41. და უთხრა უფალმა მოსეს, აღრიცხე ყოველი პირმშო მამროვანი ისრაელის ძეთაგან, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი გადათვალე ისინი სახელებით. და აიყვანე ლევიანები ჩემთვის. მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან, ხოლო ლევიანთა საქონელი ისრაელის ძეთა ყოველი პირველ მოგებული საქონლის ნაცვლად. ამგვარად, ისრაელის პირმშოები ღმერთის მიერ გამოსყიდულები ეგვიპტიდან გაქცევის დროს სამართლიანად უნდა შეცვლილიყვნენ ლევიტელებით თანაბარი რაოდენობის პროპორციით. სახობრივად, ლევიტელებმა ითამაშეს გამომსყიდველის როლი პირმშოთათვის ღმერთის წინაშე. ამასთან საქონელი თვლის გარეშე იცვლებოდა. წავიკითხოთ რიცხვთა მესამე თავის მუხლები 42 და 43. და აღრიცხა მოსემ, როგორც უფალმა უბრძანა მას, ყოველი პირმშო ისრაელის ძეთაგან და იყო ყოველი პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი მათი აღწერით 22,273. ლევიტელთა რაოდენობა ნაკლები იყო 22,000. საერთო ჯამში 273 პირველშობილი ისრაელისა, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გაცვლას, თავად უნდა გადასულიყვნენ ღმერთის განკარგულებაში. და უფალმა გადაწყვიტა არ განეცალკევებინა პირმშოები თავიანთი ტომიდან აარონისა და მის ძეთათვის ზედმეტებისთვის წინ წლებში ლევიტთა რიცხვის წინააღმდეგ უნდა მიეცათ გამოსასყიდი. რიცხვთა მესამე თავის 44 და 45 მუხლები. და უთხრა უფალმა მოსეს, აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად და საქონელი ლევიანებისა მათი საქონლის ნაცვლად და იქნებიან ლევიანები ჩემთვის, მე ვარ უფალი. 22,000 ლევიანი მთლიანად გადადის ღმერთის განკარგულებაში ძველი აღთქმის მოქმედების პერიოდში. რიცხვთა მესამე თავი მუხლები 46-დან 48-ს ჩათვლით. და რაც შეეხება 273-ის გამოსყიდვას, რაც ზედმეტია ლევიანთა რიცხვზე, ისრაელის ძეთა პირმშოთაგან აიღე 5 შეკელი ყოველ სულზე, საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც იწონის 20 გერას და მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეთ მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.
რადგან ლევიტელები არ იყვნენ საკმარისნი წინ წლებში, პირმშოთა ჩასანაცვლებლად 273 პირველშობილი ისრაელიანი დარჩენილები ჩანაცვლების გარეშე უნდა გამოსყიდული ყოფილიყვნენ ღმერთისგან სხვა გზით, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ ღმერთს, გამოსყიდულნი იყვნენ რა ეგვიპტეში დაღწეული სიკვდილისაგან. ამიტომ ისინი უნდა გამოესყიდათ ღმერთისგან და დანიშნული იყო მათთვის საფასური, რათა განთავისუფლებულიყვნენ მოვალეობისაგან, მიკუთვნოდნენ ღმერთს. გამოსავალი ნახულ იქნა 5 შეკელის გადახდით. თითოეულ 273 თაგანისთვის, ანუ 1365 შეკელი, დაახლოებით 170 ფუნტი, ანუ დაახლოებით 85 კილოგრამი ვერცხლი. დაახლოებით 300 გრამი ვერცხლი თითოეული ლევიანისთვის. რიცხვთა მესამე თავის მუხლები 49-დან 51-ს ჩათვლით და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ ჩანაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან. ისრაელის ძეთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი 1365 შეკელი საწმიდრის შეკელით და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს უფლის სიტყვისამებრ როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. მაშა სადამე თანაბარი საფასურით მოხდა პირმშოების ჩანაცვლება ლევიანებით და იმ ნამატის, ანუ ზედმეტი პირმშოთა ნაცვლად უფლის სახლში შევიდა 85 კილოგრამი ვერცხლი. დავუბრუნდეთ ლევიანთა მსახურებას საკრებულოს კარავში. ღმერთს ჩაფიქრებული ჰქონდა მათი მსახურება საკრებულოს კარავში თავის სადიდებლად. გავიხსენოთ, რომ ლევის ყავდა 3 ძე: გერშონი, კეჰათი და მერარი. რიცხვთა მესამე თავის მე-17 მუხლი. მოსე და არონი იყვნენ კეჰათის შვილები. ისინი წარმოადგენდნენ მათ მამის სახლის მთავრებს და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მათი სახელების მნიშვნელობები უშუალოდ გავლენას ახდენდა მათი მსახურების ხასიათზე. წავიკითხოთ რიცხვთა მესამე თავის მუხლები 21-დან 26-ს ჩათვლით. გერშონისაგან ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა, ესაა საგვარეულო გერშონისა. ყოველი მამროვანი აღრიცხული ერთი თვის ასაკიდან და უფროსი შეადგენდა 7500. გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკა კარვის უკან დასავლეთით. და გერშონის მამის სახლის თავარი იყო ელიასაფი ძე ლაელისა და გერშონის ძეთებარად საკრებულო კარავი და საფარველი, მისი და საკრებულო კარვის შესასვლელი ფარდა და ეზოს ფარდები და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით. ყველა მამრობითი სქესის ლევიანთა აღრიცხვა ხდებოდა ერთი თვის ჩვილი ბავშვიდან და ზემოთ. გერშონები იყოფოდნენ ლიბნიტებად და შიმყისტებად. გერშონის 2 ვაჟიშვილის სახელთა მიხედვით. აქ გერშონთა საქმიანობას წარმოადგენდა კარვის საფარველისა და ფარდების ტარება ველურ და მრისხანე უდაბნოში. ეს იყო ნამდვილად ლევიანთა საქმიანობა, რამე თუ იყო მეტად დალოცვილი, რომელიც წარმოადგენს დღევანდელი ქრისტიანის წინასახეს, რომ დედამიწაზე იყოს მოხეტიალე. მართალია, ცხრის ტყავებში ცოტა რამ იყო ესთეტიურად მიმზიდველი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო გერშონის გვარისთვის დიდი პრივილეგია. ფრთხილად ეტარებინათ მხრებზე, მერხევ ქვიშაზე ეს ძვირფასი მასალა. რას უნდა ვგულისხმობდეთ საკრებულო კარვის საფარველის ქვეშ? სახობრივად ისინი გამოხატავდნენ იესო ქრისტეს რაობას, მის არსს. ეს იყო ის, რაც თვალს აამებდა. ლევიანებს შორის ყოფილიყო და იყო კიდევაც მსახურების სხვა სახეები, მეტად კურთხეული ხასიათისა, მაგრამ ეს იყო უფრო მეტად ამაღლებული. უდაბნოში ეტარებინათ ის, რაც ასე გასაოცრად გამოხატავდა ქრისტეს არსებას. აი რა გარდაქმნის მოხეტიალეს, რასაც აღნიშნავს სახელი გერშონი ამ მიწაზე წმიდად. თუ ჩვენ დავდივართ უფალი იესო ქრისტეს არსების გამოვლინებაში და ამაში შევიცნობთ ჩვენს ადგილს უდაბნოში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს მიანიჭებს განსაკუთრებულ ელფერს დედამიწაზე ჩვენს ხეტიალობას და ნეტავ უფრო მეტი ვიცოდეთ ამის შესახებ. ეკლესიამ ჩამოხსნა ცხრის ტყავები და ამასთან გერშონის ხასიათიც. სხვა სიტყვებით, ეკლესიამ შეწყვიტა სიარული თავის მიერ უარყოფილი უფლის გზით. და შედეგი დაემსგავსა იმას, რომ იმის მაგივრად რომ ყოფილიყო ღონები ხტილი, დაუძლურებული და დახეულ დაგლიჯილი მოხეტიალე, მოსიარულე უნაყოფო და გადამწვარ უდაბნოს ქვიშაზე, ტვირთით მხრებზე, იგი მოკალათ და სამყაროს მწვანედ აბიბინებულ მდელოზე და თავს ისე გრძნობს როგორც სახლში.
ფარდები და საფარველი გამოხატავენ აგრეთვე ხეტიალის ხასიათის სხვა თვისებასაც, კერძოდ დალოდებას. ღმერთი დავანებული საფარველში ნათლად გვიჩვენებს, რომ ვერც ქრისტე, ვერც მისი ძალის კიდობანი ვერ იპოვიან თავისთვის თავშესაფარს, ანუ საყუდარს ვერსად გარდა სვლას შაბათში. და განა რა მოსვენება უნდა ყოფილიყო უდაბნოში, იქ არ იყო არც მდინარეები, არც წყაროები, არც პური, არც თაფლი და რძე. მართალია, გაპობილი კლდემათ აძლევდა გამაგრილებელ ჩრდილს, ხოლო ზეცა უგზავნიდა მათ ყოველდღიურ პურს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ქანაანი. ისინი ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ უდაბნოში და გერშონის წმიდა პრივილეგია იყო თავის მხრებზე ეტარებინა ის, რაც მთელი თავისი სისავსით გამოხატავდა ყველაფერს იმას, ანუ საფარველს. მეორე მეფეთა მეშვიდე თავის მეხუთე მეექვსე მუხლებში ვკითხულობთ. განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფლად? მე ხომ არ დავმკვიდრებულ ვარ სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღევანდლამდე მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას. და ამაში ჩვენ განვიცადეთ სამწუხარო დამარცხება. ეკლესია დაიღალა ამ საფარველებისაგან და დროზე ადრე მოისურვა გაეშენებინა სახლი. იგი დაიღალა კარავში ყოფნით და მოისურვა სახლში ცხოვრება. ჭეშმარიტად, ჩვენ მუდამ ვფხიზლობდეთ და ვლოცულობდეთ ჩვენი გერშონული მიდრეკილებისაკენ დავიღალოთ. არაფერი არ ცდის ისე ადამიანურ ბუნებას, როგორც ამას აკეთებს მუდმივი შრომა და დალოდების მდგომარეობა. ჩვენს გულს უყვარს სიმშვიდე და მოშვება და ამიტომ არაფერი გარდა მუდმივი გახსენებისა იმაზე, რომ ღვთისაგანაა ჩვენი შემძლეობა, არ შეუძლია შეგვინარჩუნოს ჩვენ გერშონის მსგავსი მოხეტიალე მდგომარეობა. ამიტომ მოდით გავიხსენოთ, რომ ჩვენ დავატარებთ ამ საფარველს ჩვენს მხრებზე, ფეხქვეშ დავაბიჯებთ ქვიშაზე, თავზე დაგვნათის ღრუბლის სვეტი, წინ გველოდება შაბათის მიწა, დაფარული უჭკნობის სიმწვანით და გვახსოვდეს, როგორც გამხნევება და გაფრთხილება, რომ ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. ეხლა კი განვიხილოთ მერარის ხასიათის თავისებურებანი. მიუხედავად იმისა, რომ მერარის გვარი ამ თავში უშუალოდ არ მოსდევს გერშომს, მაინც სახეზეა სულიერი ნათესაობა, წარმოდგარი მათი მსახურების ხასიათიდან დამაკავშირებელი მათი ზრახვებით. მხოლოდ მჭიდრო კავშირი ამ ორ ლევიანთა გვარს შორის სურვილს აღგვიძრავს ჩვენ ისინი ერთად დავაყენოთ. თავად ღმერთი წარმოგვიდგენს მათ შესანიშნავ ერთობაში, რამე თუ რიცხვთა მეათე-თავის 21 მუხლში ვკითხულობთ და შემდეგ აიყარნენ კეჰათელები, სიწმიდრის მზიდველნი. სავანე მათ მისვლამდე იყო აღმართული. ამგვარად, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორი ოჯახის უდიდეს პასუხისმგებლობად ითვლებოდა უდაბნოში სვლა, ჭიდრო, წმიდა თანამშრომლობაში ატარებდნენ რა თან, სადაც კი მიდიოდნენ კარავს. და მერარის ძეთებარად კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი ჭურჭლეულობა და მათი ყოველი მოწყობილობა და სვეტები ეზოს გარშემო და მათი კვარცხლბეკები და მათი პალოები და საბელები. მერარიტები იყოფოდნენ მისი ძეების სახელების თანახმად, მახლის და მუშის საგვარეულოებად. ისინი იდგნენ ბანაკად კარავის ჩრდილოეთ მხარეს და პასუხისმგებლები იყვნენ კარავის ყველა ხის ნაწილებისა და მისი სამაგრეების ტარებისთვის. მერარის უნდა თვალყური ედევნებინა ღრუბლის სვეტის მოძრაობისათვის და დაემაგრებინა კარვის ძელები და მისი ვერცხლის კვარცხლბეკები იქ, სადაც ღმერთი მიუთითებდა. და არ დაგვავიწყდეს ის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უდაბნოს ქვიშაზე. კარგადაა შენიშნული, რომ კარავში ღმერთი განიხილებოდა როგორც თავისი დიდების მომტანი უშუალო კავშირში უდაბნოს ქვიშასთან და როცა მღვდელთმთავარი შედიოდა წმიდათა წმიდაში, ის თავად იმყოფებოდა ამ დიდების წინაშე, ასევე ფეხშიშველი მდგარი უდაბნოს ქვიშაზე. თუმცა შემდგომ ტაძარში მისი იატაკი ოქროთი იყო დაფარული. ასევე ეხლაც ქრისტიანისთვის, სანამ მისი ფეხები ჯერ არ დადგა სუფთა ოქროს ზეციერი ქალაქის საძირკველზე, ამიტომ მისი ყველაზე ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ღმერთზე შეიძინება მხოლოდ უდაბნოში გადატანილი ბრძოლების სიმწარის საშუალებებით. რა შეიძლება ყოფილიყო უფრო განსხვავებული ვიდრე ვერცხლი და უნაყოფო ქვიშა, მაგრამ როცა მერარი მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც ღრუბლის სვეტი ჩერდებოდა, მისი სიტყვები იყო, მე მოვედი რათა დავაყენო ზეციერი სახება, დამანგრეվել დაღუპულ უდაბნოს შორის.
ყველაფერი ეს მეტყველებს საოცარ შრომის უნარიანობაზე, რაც მერარის ხასიათს ანიჭებს ტრაგიკულ და მწუხარე ელფერს, რასაც ზუსტად გამოხატავს მისი სახელის მნიშვნელობა სიმწარე, მწუხარება. რასაკვირველია, დღევანდელ ეკლესიაში ამის სახება მთლიანად ამტკიცებს მერარის ხასიათზე ნათქვამს და ნებისმიერმა დაიკავოს ყარად და გადამწყვეტად ამ მიწაზე ქრისტეს გულისთვის თავისი ადგილი და ჩაწოდეს იმას, სადაც ეს სამყარო ვლინდება თელს თავის ძალებში და ეწინააღმდეგობა გაუწიოს ამას, როგორც კლდე ღრმა და გაშმაგებულ მიწიერ ნაკადებს და დააფუძნოს ვერცხლის კვარცხლ ბეკები და დარწმუნებულნი იყავით, რომ დაინახავთ იმ გზას, რომელსაც თან დაჰყვება სულიერი სიმწარე და დიდი მწუხარება. ერთი სიტყვით გაიგებთ, რომ ეს ის გზაა, სადაც არა მარტო ყოველდღიურად ჯვრის აწევაა საჭირო, არამედ მისი ტარებაც. შეიძლება ითქვას, რომ მერარის შრომის მოყვარე ხასიათს ცოტანი ბაძავე და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ხასიათის გამოვლენა ყოველთვის დაკავშირებულია შრომასა და მწუხარებასთან, ბუნებას კი მოსწონს სიმშვიდე. ამიტომ ადამიანური ბუნება ვერასოდეს ვერ დაიმსგავსება მერარის. ვერაფერი ვერ გვაიძულებს ჩვენ გავხდეთ ჭეშმარიტი მერარები, თუ არა ურთიერთობა იმასთან, ვინც იყო ძე მწუხარებისა. არის რაღაცა, რაც გერშონის მსახურებისას ისე არ იხევს უკან, როგორც მერარის მსახურებაში. რა შედიოდა გერშონის მოვალეობაში? მას უნდა მოეთავსებინა ფარდები და ცხრის ტყავები ძელებზე, რომლებიც უკვე დააყენა მისმა დამწუხრებულმა და შრომის მოყვარე ძმამ. ასეა ამჟამადაც, თუ ღვთის შრომის მოყვარე მსახური უკვე მოვიდა იმ ადგილას, სადაც სამყარო და სატანა თავიანთ ძალაუფლებას ავრცელებდნენ და დაიწყო ქრისტეს დამოწმება, მაშინ მეორე მსახურისთვის მეტად უფრო გაადვილებულია იქ მისვლა და გამოვლენა ქრისტიანული ხასიათისა, რომელიც თავის მხრივ მას დააყენებს მოხეტიალის პოზიციაში. მართალია, ბუნებას შეუძლია ადამიანის მოძულეობის ხასიათის მიღება, მაგრამ გარდა მადლისა, ვერაფერი ვერ მიგვამსგავსებს ჩვენ მერარის, რამე თუ იგი წარმოადგენს იმ ერთადერთს, რასაც შეუძლია კურთხევა და თვითონ ის ფაქტი, რომ მერარიმ უნდა გადაიტანოს მწუხარება, სიმწარე, მეტად დამაჯერებელია ამ სამყაროს ბიწიერების დასამტკიცებლად. ქანაანში არ იყო საჭიროება არც გერშონში და არც მერარიში, რამე თუ მერარის შვილები იქ ბედნიერნი იყვნენ და გერშონის შვილები სახლში იყვნენ. მაგრამ ეს სამყარო არაა სახლი ლევიანებისათვის, ამიტომ თუ ვინმე მატარა ფარდები, იგი უნდა იყოს მოხეტიალე. ხოლო თუ ვინმე წაიღებს ძელებს, სვეტებსა და მათ კვარცხლ ბეკებს, იგი უნდა იყოს ძემწუხარებისა, რამე თუ მაშინ ის ქრისტე, ვინც იყო ჭეშმარიტად გერშონისა და მერარის შვილი, მოვიდა ამ სამყაროში, რომელიც ნამდვილად იყო ძემწუხარებისა და რომელსაც არსად არ აქვს თავის მისადრეკელი. თუმცა თუ გერშონისა და მერარის შვილებს უნდა დაეკავებინათ ის მდგომარეობა, სადაც მათ გადაიტანეს არანაკლები შუადღის პაპანაქების სიმძიმეები, მაშინ უფალმა ისინი მადლიერად დააჯილდოვა. ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა. ებრაელთა 6:10. ამიტომ, თუ მათ თავგამოდებით უნდა ეშრომათ თავიანთ ძმებს შორის, მათგანვე ისინი იღებდნენ ხარდაჭერასაც. რიცხვთა მეშვიდე თავის მეოთხედან მეცხრეს ჩათვლით მუხლებში ვკითხულობთ და უთხრა უფალმა მოსეს. გამოართვი და იყვნენ მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავთან და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამსახურის მიხედვით. და აიღო მოსემ ურმები და ხარები და გადასცა ისინი ლევიანებს. 2 ურემი და 4 ხარი მისცა გერშონის ძეთ, მათი სამსახურების მიხედვით და 4 ურემი და 8 ხარი მისცა მერარის ძეთ, მათ სამსახურების მიხედვით. აარონ მღვდლის ძის ითამარის ზედამხედველობით და კეჰათის ძეთ არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო სიწმინდის ტარება, მხრებით ტარება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ გერშონისა და მერარის მსახურება ფართო და კურთხეულ მხარდაჭერას იღებს მათი ძმების მხრიდან. მადლმა აღავსო საგვარეულოს უფროსების გული და გრძნობები და არა მარტო აღავსო, არამედ უხვად აღავსო და გაცემულ იქნა დახმარება, რათა გაემხნევებინათ გერშონის უსახლკარო შვილებისა და მერარის დამწუხრებული შვილების სული. მეორე მხრივ კეჰათის შვილებს ამ დახმარებიდან წილი არ მიუღიათ, რადგან მათი მსახურება თავისთავად გულუხვი ჯილდო იყო, როგორც მალე ამასაც განვიხილავთ. იგივე სიტუაციას ვხედავთ ლევიანების შემთხვევაში ზოგადად მღვდელთ მსახურებისაგან საპირისპიროდ, როგორც ვკითხულობთ მე-18 თავის მე-20 მუხლში და უთხრა უფალმა აარონს, მათ ქვეყანაში არ დაიმკვიდრო სამკვიდრებელი და წილი არ გქონდეს შენ მათ შორის.
მე ვარ წილი შენი და სამკვიდრებელი შენი ისრაელის ძეთა შორის. მეორე მხრივ უფალი ამბობს ლევიანებზე რიცხვთა მე-18 21 მუხლში. ლევის ძეთ მე მივეცი ყოველი მიათედი ისრაელში სამკვიდრებლად, მათი მსახურების სანაცვლოდ, რასაც ასრულებენ საკრებულო კარვის მსახურებით. და კვლავ რიცხვთა მე-18 31 მუხლი. და ჭამეთ იგი ყოველ ადგილზე თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს თქვენი საზღაურია თქვენი სამსახურებისთვის საკრებულო კარავში. ჩვენ მივადექით მესამე და ბოლო ლევის ტომის წარმომადგენელს კეჰათის ოჯახს, რომელზეც ვკითხულობთ რიცხვთა მესამე თავის 29 მუხლიდან 31-ს ჩათვლით. კეჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით სამხრეთისაკენ და კეჰათის საგვარეულოების მამის სახლის მთავარი იყო ელიცაფანი ძე ყუზიელისა და მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა და ლამპარი და სამსხვერპლონი და წმიდა ჭურჭლეული მსახურებისათვის და ფარდა და მთელი მისი მოწყობილობა. ეხლა არ იქნება ძნელი გასაგებად ის თუ რატომ არ მიიღო კეჰათმა თავისი წილი სხვა ტომების უფროსების შემოწირულობიდან. გერშანსა და მერარს უეჭველად დასჭირდებოდა ძელების, საფარველების, ფარდების, სვეტების, ურდულების, კვარცხლბეკების, ალოეებისა და კარვის სხვა ნაწილების სატარებლად ურმები და ხარები, რაც არ იყო ასე საჭირო კეჰათის მსახურების შემთხვევაში. მათი ტვირთი მეტად ძვირფასი იყო, რომ ვიღაცას ან რაღაცას გადაეტანა. ამიტომ ეს ითვლებოდა მაღალ და საპატიო მისიად ყველაფერი ამის ტარება საკუთარ მხრებზე. რაოდენ დიდი დაფასებაა, ატარო მაგალითად კიდობანი, მაგიდა და ოქროს ლამპარები. და კეჰათს თავის წმიდა მსახურებაში დასახმარებლად რომ მიემართა ხარებისათვის, ხომ არ გამოხატავდა ეს ყველანაირ შეუგნებლობას მათ მაღალ მოწოდებაში. მოდით დავსვათ კითხვა, რა გავლენა მოახდინა კეჰათის ამ მსახურებამ მის ხასიათზე? ხომ არ შესძინა ამან მას მეტად ამაღლებული განწყობა? რასაკვირველია, მიანიჭა, რა შეიძლება იყოს საყოველთაობის სულის გამოხატვაში. იმაზე მეტად ამაღლებული, რაც გამოიხატება კეჰათის სახელის მნიშვნელობაში. ლევის ტომის ამ პრივილეგირებულ ოჯახს კარავის სხვადასხვა ნაწილების მრავალფეროვნებასა და სისავსეში, რომელთა შორის იყვნენ მეტად უფრო ძვირფასი საგნები, თავიანთ მხრებზე უნდა ეტარებინათ. და თამამად შეგვიძლია დავამტკიცოთ ის, რომ ზუსტად ეს ურთიერთობა ქრისტესთან, რომლის წინა სახესაც გამოხატავდნენ კიდობანი და მაგიდა, აერთიანებდა საყოველთაობის სულში ამ წმიდებს. სამწუხაროდ ეკლესია დაიღალა ამ ფარდებისა და ძელებისაგან, დაივიწყა თავიანთი გერშონები, მერარები, დაივიწყა თავისი კეჰათის ხასიათი და აღარ ატარებს მეტი კიდობანსა და მაგიდას თავის მხრებზე და გადაუგდო ეს ძვირფასი მარგალიტები, რომლებიც ღმერთის დიადი წყალობით ერთ დროს წარმოადგენენ მის განსაკუთრებულ საკუთრებას ღორებს გასათელად და ამდაგვარად წაერთვა თავისი ამაღლებული ხასიათი და მდგომარეობა სამყაროში. ეხლა მოდით განვაზოგადოთ ეს სამი დიდებული ხასიათი გამოვლენილი ლევის ტომში. პირველი ხეტიალობა. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი 1 იოანე 3:1. ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი ებრაელთა 13:14. საყვარელნო, შეგაგონებთ როგორც წირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულის თქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. 1 პეტრეს 2:10. მეორე სიმწარე წუთისოფელში. წუთისოფელში გექნებათ სიმწარე. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. იოანეს 15:20. ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ, რომელთა 8:18. თქვენი მცირეოდენი ტანჯვების შემდეგ ვსრულყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ. 1 პეტრეს 5:10. მოთმინება გმართებთ თქვენ, ებრაელთა 10:36. თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც, რომელთა 8:17. ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები, გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით. გამოცხადება 7:14. მესამე ერთიანობა. არამედ იმისთვის, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად. იოანეს 11:42. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან. ეფესელთა 2:16. მიუხედავად იმისა, რომ ლევიანთა ხასიათსა და მსახურებაში იყო ეს შესანიშნავი მრავალფეროვნება, ისინი იყვნენ ერთიანი თავიანთ ცხოვრებაში, მდგომარეობაში, მოწოდებასა და მონაწილეობაში. ასე უნდა იყვნენ ქრისტიანებიც. და ბოლოს, შეჯამების სახით.
ლევიანები ძველ აღთქმაში ეს წინასახია იმ ქრისტიანებისა, რომლებიც ცხებულნი არიან სული წმიდით. მათ მოვალეობაში ლევიანთა მოვალეობის მსგავსად შედის ღმერთის სწორი თაყვანისცემა და ახალი აღთქმის სულიერ ტაძარში წმიდა მსახურების გაწევა. ლევიანებმა იცოდნენ სამღვდელო მსახურების ყველა წვრილმანები, ღმერთისგან ჰქონდათ უფლება, უნარები და შესაძლებლობა ესწავლებინათ ღმერთის ხალხისთვის სიცოცხლის მართალი გზები. იგივეს აძლევს ქრისტიანებს სული წმიდა, უფლებას, უნარებს და შესაძლებლობებს სულიერი წინსვლისათვის და ღმერთის ხალხის დარიგება ახალი აღთქმის პერიოდში. ანუ ქრისტიანები ზეთით ცხებულნი, ეს გახლავთ სულიერ ლევიტელთა ჯგუფი, მოწოდებული წმიდა მსახურებისათვის ახალი აღთქმის სულიერ ტაძარში. ისინი, ისევე როგორც ძველი აღთქმის ლევიტელები, არ ამყარებენ იმედს წუთის ოფლის წილზე და არ ხარჯავენ თავიანთ ცხოვრებას მიწიერ სიამოვნებებზე. ისინი უძღვნიან თავიანთ ცხოვრებას მთლიანად უზენაეს სულიერი პირმშოების სახით. ახალი აღთქმის ლევიტელებს შანსი აქვთ ზეცაზე მოხვედრისა ქრისტეს თანამმართველებად. ამგვარად, ჩვენ გავყევით ლევის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. რა საოცარი იყო ეს ცხოვრება, მისი გზა, თითოეული ნაბიჯი, რომელიც ნათლად მოიცავდა უმაღლესი მადლის ნიშნებს, ჭარბად მოვლენილს ადამიანურ ცოდვაზე, მადლისა, რომელიც აიძულა ღმერთი ჩამოსულიყო თავისი დიადი ზეციური ტახტიდან და დაედობინა ძალადობის სახლში, რათა წამოეყენებინა იქიდან საცოდავი დაღუპული ცოდვილი და მიიყვანა იგი სისხლის გაწმიდავების ძალით, შესანიშნავი კურთხევის მდგომარეობაში, თავად ღმერთის კარავში, რათა მათ იქ ეზრუნათ ღმერთის სახლის იარაღებზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ლევი ნამდვილად მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. მოდით, აღფრთოვანდეთ იმ მადლით, რომელმაც შეძლო ესეთი დიდებული საქმეების ჩადენა. და ჩვენ თუ ვიგრძენით ჩვენს გულებში იგივე მადლის მოქმედება ჩვენი სიკვდილიდან და ეგვიპტური სიბნელიდან თავის დაღწევისას, მაშინ გვახსოვდეს, რომ ამ გადარჩენის ნაყოფებმა ჩვენში უნდა აღძრას გულის წადილი, არა ცხოვრებისა საკუთარი თავისთვის, არამედ ქრისტესთვის, ვინც მოკვდა ჩვენი გულისთვის და აღსდგა. ჩვენ ამჟამად უდაბნოში ვართ, სადაც მოწოდებულნი ვართ ვატაროთ კარავი. მოდით მხნედ ვიაროთ წინ, ნათლად ვცხადყოთ, რომ სამშობლოს ვეძებთ და მიველტვით შაბათის სიმშვიდეს.